მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს კვირა დღეა და TV პირველი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. შესაბამისად, მე და ხატია შამუგია დილის ლაივით შემოგიერთდებით პირდაპირ ეთერში. სასიამოვნო კვირა დღეს გისურვებთ. ჩვენ ტრადიციულად 11 საათამდე ვიქნებით თქვენთან ერთად და გვპირდებით ძალიან საინტერესო და ძალიან სახალისო ამბებსაც კი. დილამ შვიდობის, რა თქმა უნდა, სახალისო ამბებიც იქნება, საინტერესო ამბები ხომ თავისთავად იქნება და იქნება. ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება, იქნება მუსიკალური ნომერიც და მოკლედ ჩვენმა გუნდმა მთელი კვირა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის იმუშავა, რომ უსაინტერესო ესი 2 საათი გქონდეთ, თან კვირის ბოლო დღე არის და ხომ უნდა დავუმუხტოთ ჩვენი მაყურებელი ბაჭო ენერგიით. რა თქმა უნდა, და საინტერესო ამბებით, რომ შაბათს შევუდგნენ. შევეხმიანოთ ჩვენს ანა ზაქაშვილს შესაბამისად, რომ ამინდი გავიგოთ ტრადიციულად. გაინტერესებს ჩვენ მაინც. მე? ამინდი ზოგადად საქართველოში და უშუალოდ დედაქალაქშიც კიდევ განსაკუთრებით და ასევე მაინტერესებს მანავში. სხვათაშორის ანა ზაქაშვილია ძალიან კომპეტენტური ამ მიმართულებით და გავიგოთ რა ხდება სრულიად საქართველოს მასშტაბით დღეს ამის. დილამ შვიდობის ანა. ანა ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. დილამ შვიდობის, ბაჭო ხატია, მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს, კი ბატონო მესმოდა სიმღერის ხმაც, ბაჭო მანავის ამინდის პროგნოზს არ ვიცი რამდენად გეტყვი, თუმცა საქართველოს რეგიონების ამინდის პროგნოზს ნამდვილად გაგაცნობ. დასავლეთ საქართველოში დღეს რო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის, ნავარაუდები ზოგიერთ რეგიონში, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა არის, მოსალოდნელი ელჭექით, დღისით კი ზოგან შესაძლებელია ძლიერიც კი. დასავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრ/წამის სიჩქარით, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკალური გაძლიერება. ჰარის ტემპერატურა დაბლობში ღამით +1-დან +16 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +19 +24 გრადუსი იქნება. თაში კი ღამით ჰარის ტემპერატურა +8-დან +13 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +16 +21 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დრო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის, ნავარაუდები ღამით ზოგიერთ და დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა არის, ნავარაუდები ელჭექით. დღისით ზოგან ძლიერი და ხანდახან ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელი არის სეტყვაც. დასავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრ/წამის სიჩქარით, ელჭექის დროს აქაც შესაძლებელი არის ქარის შკალური გაძლიერება. ჰარის ტემპერატურა ბარში ღამით +11-დან +16 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +20-+25 გრადუსი იქნება. ზოგან +28 გრადუსამდეც არის ჰარის ტემპერატურის დათბობა, ნავარაუდები. თაში კი ღამით +7-დან +12 გრადუსამდე მოიმატებს, ჰარის ტემპერატურა დღისით 18-23 გრადუსი იქნება. გადავიდეთ ქალაქებზე და დავიწყოთ სოხუმით, სადაც დღეს 21 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები და ხანმოკლე წვიმა არის მოსალოდნელი. ზუგდიდშიც 25 გრადუსი არის, ნავარაუდები, აქაც ხანმოკლე წვიმას ელოდებიან სინოპტიკოსები. ფოთში დღეს 22 გრადუსია, ნალექიანი ამინდი არის აქ მოსალოდნელი, ხოლო ოზურგეთში ჰარის ტემპერატურა 18 გრადუსამდე დათბება და გაწვიმდება. გაწვიმდება ასევე ქობულეთში, სადაც ჰარის ტემპერატურა 19 გრადუსს მიაღწევს, ბათუმში კი 20 გრადუსი და ასევე წვიმიანი ამინდი არის, ნავარაუდები. ახალციხეში დღეს 23 გრადუსი იქნება, ჰარის ტემპერატურა იწვიმებს ახალციხეშიც, ისევე როგორც ქუთაისში, სადაც ჰარის ტემპერატურა 25 გრადუსს მიაღწევს. 28 გრადუსამდე დათბება ტემპერატურა დღეს მესტიაში, წვიმიანი ამინდი არის მესტიაშიც, ნავარაუდები, ხოლო ამბროლაურში 24 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა, ნავარაუდები. ცხინვალში დღეს ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსამდე დათბება, წვიმას ელოდებიან ცხინვალშიც, ხოლო გორში 25 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა, ნავარაუდები. თელავში დღეს 26 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა, აქ მზიანი ამინდი არის დღეს, ნავარაუდები, ქუთაისში კი 28 გრადუსი და ასევე მზიანი და უნალექო დღე იქნება. რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს თბილისს, ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსს მიაღწევს, თუმცა დღის მეორე ნახევარში უფრო სკი საღამოს საათებში სინოპტიკოსები წვიმასაც ვარაუდობენ, ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ასეთი ამინდი გვაქვს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, მე დროებით დაგემშვიდობებით და ცოტა ხანში ერთ ძალიან საინტერესო ლოკაციიდან ჩაგერთვებით, საინტერესო ამბებით და რჩევებით. ძალიან დიდი მადლობა. ანა, ესე იგი სარჩევი შენი რუბრიკა
როგორც ხვდები, რაღაც სიურპრიზს გვიმზადებ და საინტერესო ლოკაციიდან და არა სტუდიაში იქნები, ხო? აი ლოკაცია რომ საინტერესოა, მხოლოდ მაგიტომ შეგეგლიეთ რომ სტუდიაში არ ხარ ჩვენთან ერთად ჩვენო ანა. ასე რომ გელოდებით რამოდენიმე ხანში და ბაჩო რა გინდა გადასარევი ამინდები. გადასარევი ამინდებია, საღამოს წვიმად შეიძლება იყოს და ასე ვთქვათ, გავგრილდეთ და გაგრილდეთ. შეხო ძალიან სიცხეც არ გიყვარს. არა, ძალიან სიცხეც არ მეყვარს. შეხონა წვიმა ანეიტრალებს ზუსტად ამ ყველაფერს, ხო? დიახ. და იცი რა, შენ არ გაკლია არც ენერგია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე უკვე თითქმის მე-200 დღეა ხარ აქციაზე ენერგიულად და დილასაც ყოველ ჩემზე ადრე მოდიხარ, მაინც მინდა ხაზე გავუსვა, მაგრამ მინდა რომ კიდევ უფრო შეგმატო ენერგია და ხალისი. კი. რითი? აი სახალისო ვიდეოები რო გვაქვს ხოლმე ყოველ კვირას და სულ მოუთმალად რო ველოდებით და ბევრი ცუგრიკები, პატარა ბაიები და ბევრი ცხოველები რო არიან შინაური თუ გარეულები უცხო ამპლუაში. აი ნახოთ რა მოგვიმზადა ჩვენმა გუნდმა ამ კვირაში. სიამოვნო იყო და ბაჭო იცი რა სულ მგონია რომ ამ კოლაჟს რო უყურებ ხოლმე და ყოველთვის არიან შინაური ცხოველები და ცუკრიკები სულ მგონია რომ შენი იურკი გენატრება ხოლმე ამ ორი საათის განმავლობაში განსაკუთრებით როცა ხედავ არა შეუგულრატო არა იმიტომ რომ რა ვიცი სულ რამოდენიმე საათის წინ ხომ ხო გახსენდი ბაჭო კი მახსენდება და ბაზას მოინატრა თავისი მაგალითად მთელი ამ წუთების განმავლობაში თავის ცუგრიკაზე საუბრობდა ხო გავხალისდით ახლა ჩვენ ხო ავიმაღლეთ განწყობა მაგრამ ენერგია რო უნდა ამხალის და ჯანმრთელობა ჭირდება და მე ხო შემიძლია რომ ასე ვთქვათ მოუხმო ჩვენს ტელეეკრანებთან იმ ადამიანებს ვინც ქეთი ზაზანაშვილთან ერთად ყოველკვირა ვარჯიშობს სურპრიზული ზაზანები ყავს დღეს მართლა ამაშია საქმე ხო და მასში შემოვიწიოთ ჩვენი ქეთი ზაზანაშვილი მოვიდნენ მოგოებთან ერთად და ზუმბა ერთი წუთი მატება გვაქვს აი ხო დღეს აი შეხედეთ მინის ჯერ არა მოლოდინში ვარ მატების მინიმის
ისე ივარჯიშა და ისეთ სხეულის ფორმები აქვს, რომ შეხედე. აგერ მე-5 თვეში ხარ, ხო? და ნახე როგორ მოქნილი და როგორ ლამაზი სხეული. ეს ჩვენ თორეთ არის ჩვენი საყვარელი ნინი როხვაძე, ერთ-ერთი ჩვენი ინსტრუქტორი, რომელიც უკვე არის მე-5 თვეზე. და მინდა რომ მოგვიყვე ნინი ზოგადად ვარჯიშზე ორსულობის დროს. მადლობა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ფიზიკური აქტივობა აუცილებელი არა მარტო ორსულებისთვის, არამედ ჩვეულებრივ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ქალებისთვის, ხო? მაგრამ ორსულობაში ფიზიკური აქტივობა ძალიან გვეხმარება, ხო? პირველ რიგში იმიტომ, რომ გულსიძახთა სისტემის უფრო მეტი დატვირთვა გვაქვს ორსულ ქალებს, სისხლის მიწოდება უფრო მეტად საჭირო არის ჩვენი ორგანოებისთვის, ასევე ნაყოფისთვის და ფიზიკური აქტივობა პირველ რიგში ამასში გვიწყობს ხელს. მრავალი ტიპის ფიზიკური ვარჯიში შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაციით და ჩვენს ორგანიზმზე მორგებული ვარჯიშები უნდა, ესე ვთქვათ, შევარჩიოთ. და ბევრად უფრო მსუბუქადაც გრძნობს. რა თქმა უნდა, კი ბატონო. ზუმბაზე რა სიტყვის ფეხმძიმობის დროს? მე ვიტყოდი, რომ პირველ რიგში აუცილებელია და ერთ-ერთ ჩამონათვალში ცეკვა, ვარჯიში, ესე ვთქვათ, ფიზიკური დატვირთვა, სიარული, ეს პილატესი იქნება, იოგა იქნება, სუნთქვითი ვარჯიში იქნება. მოვირკოთ ჩვენ სხეულზე, რაც გვესიამოვნება, არ გადავიღალოთ, არ ვიტკინოთ და რა თქმა უნდა, დაგვეხმარება ორსულობის უკვე დიდ თვეებში წელის ტკივილის შემსუბუქება, მენჯის არეში და კარგი ძილის, სტრესის მოხსნა და შემდგომ უკვე მშობიარობაზეც დაგვეხმარება. იცი, თუ გინდა რომ ბავშვი მუსიკალური იყოს და სმენაც კონდეს და მღეროდეს და ცეკვა და ზუმბა გადასარავია თან გემრიელთა და დღეს ისე სამი რითმი გვაქვს, თავიდან იქნება რეგეტონი, მერე შენი საყვარელი ესპანური მოტივები ხატია, აუცილებლად და ბოლოს ბაჩოს ბაჩატა. ბაჩატას გარეშე გამოვიდა და შეგვიძლია რომ მუსიკა ჩავთოთ. არიან აგერ. კი, ნინი მოდი ჩემთან წინ, ხო? პირველი იქნება რეგეტონი. ხო? ხო, ასე ნელ-ნელა გავახურავთ რეგეტონი. არის ესეც ლათინური რითმი არის და კეთდება ოდნავ დაბლა, ცოტა ჰიპ-ჰოპური არის, ასე ვთქვათ, ცოტა ოფის, ცოტა მიწასთან ახლოს ვარ. სინაბიჯები. ზადვარ, ორი ნაბიჯი მარჯვნივ. ორი ადგილზე. 4, 3, 2, ხელი დავამატე. კიდე 2 მარჯვნივ. ადგილზე step, touch. ოჩა. ნაბიჯი, stop. ეს ნახე მთლიანი ტერტი იქნება. მუხში და მთლიანი ტერტი. ცოტა ჩავალ დაბლა, უკვე დაიწვიება. 4 თავალ კონთი. ოჩახ ნახეთ მარჯვენა ფეხით ნელა გავაკეთ. ამას ხეთ დისტროზა, თავარი ვიცი. ან რეგეტონის ერთ-ერთი თავარი რითმია და თავარი მოძრაობა არის თეზოსი ვაწვევით. წავიდა ცოტა სწრაფად. ხელით დავამატეთ. მეგობრებო, მოდი თავიდან ოდნავ მუხში. და ისე თქვენ ბამბარასავით ბაუნს ეძახიან. ხელით დავამატეთ.
გვერდზე. ბოლო ორი წავიდა. 4 ნაბიჯი, 4 3 2 1. კიდე 4. ადგილზე. კიდე ბოლო 2. ადგილზე. ესეთი light კარდიოს გავაკეთეთ გოგოებო. და მოდით, ეხლა გადავიდეთ შემდეგ რიტმზე, რომელსაც ქვია rumba flamenca. ხო? ანუ flamencos ელემენტებს გავაკეთებ დღეს, შევეცდებ აი, ცოტა არ მოგესწავლებინე, სანამ ჩამოვიდე. მე შემოსაყარელო. შეხო, მაინც ყველაფერი კარგად გამომდის. მაინც ჯობია. შეხედეთ, თავარი არის ძირითადად ამ ცეკვაში უფრო ასე ვთქვათ, გრძნობა, სიამაყე და მაჯები. მოდით, სადოთ ერთად დატრიალება. ჩადის შუა თითი და ვატრიალებთ გვერდზე. ცოტა შეგვიძლია გადავწიოთ. ხელები არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, პრესი არის დაჭიმული. წავიდა გვერდზე. გვერდზე მივადით, გვერდზე მივადით. აჰა. ოჩა. აბა წინ. ნახეთ, ერთი მუხლი არის მოხრილი, მეორე გასწორებული. და ამ შემთხვევაში თეძოები არ მოძრაობს. აბა დავამატეთ ხელი, ოპ. ჩახვევას ვეძახდით ჩვენ ადრეს. ხადია, მოდი რომ ჩემთან ერთად, აი ხელის ჩახვევა გამიკეთ. ძალიან კაია, ძალიან მნიშვნელოვანი. აი ხადია. всё, შემდეგ შეიძლება ახლა ეს ბანჩი უკვე მზად იქნები. აჰა. კიდე. წინ. ოჩა, აბა, ტაში, ნახეთ, ოდნავ მოხრილია, ხო, იდაყვები. ნახოთ, აბა ნელ-ნელა გადავედით. მარცხნივ, 2, ეხლა შევცვალეთ მარჯვნივ. კიდე, თავიდან მეგობრებო, გვერდზე მივადით. ეხლა შეხედეთ, ოდნავ რომ გადავიწიოთ, პრესი დავჭიმოთ. აჰა, აი ნახეთ, მინი თავისებურად აკეთებს. ამ შემთხვევაში შეუძლია რომ მოერგოს ასე ვთქვათ მოძრაობას. ნახეთ, ერთი ხელი, ცოტა გადავიწიეთ, მეორე ხელი. აჰა. და თავიდან. აბა ვცადოთ 4, 3, 2, 1, 3 ნაბიჯი. 1, 2 კიკ. კოჩა, კიდე მარჯვენა, მარცხენა. 3 ნაბიჯი. აბა ვცადოთ ხელები. ხელი, რომელი ხელიც არის, ის ფეხიც გადის წინ. 3, 1, 2, 3. კიდე წინ. ოპ. აბა ვცადოთ ხელით გვერდზე. ოპ. ოჩა. წავიდა გვერდზე, გადავიწიეთ. მაქსიმალურად. ტაში. აბა ცოტათი სწრაფად ავშქარდით ფეხებით გვამ. წავიდა გვერდზე. 1, 2, 3, შევცვალეთ ხელი. აჰა, ხადი მიდი ტაში ჩვენთან ერთად. კიდე. აჰა. ოლე. ოჩა გადავიწიეთ. ჩახვევა უკვე იცი. კი. და რა თქმა უნდა, ჩვენი ბაჩა. ჩვენი ბაჩოსთვის, ხო? ბაჩატა ბაჩო. ბაჩატას აქვს სხვადასხვა რითმი. არის დომინიკური ბაჩატა, არის თანამედროვე, ასე ვთქვათ, არის სენსუალური. ბაჩოს უნდა სენსუალური ბაჩატა. სენსუალური, მაგრამ დღეს სენსუალური არ იქნება ბაჩა დღეს იქნება. სენსუალური, sensual ბაჩა. გზნობიარე ბაჩატა რა. ამიტომ დღეს იქნება ცოტათი ოდნავ სწრაფი რითმი, რაც უფრო კარდიოსთან არის დაკავშირებული. ძირითადად ბაჩატა კეთდება ბოლოში, ვარჯიშის ბოლოში, ცოტა დავაწყნაროთ ჩვენი გული. წავიდა აბა გვერდზე. 1, 2, 3.
შუდა ჩავიდე მეგობრებო. აი, ხურება წინ. მუხლი გვერდზე. ნახეთ თერთ ადგილზე მარჯვენა, მარცხენა, 4 3 2 1. ორი ნაბიჯი წინ. ორი ნაბიჯი. ნელა 4 უკან. თავიდან ადგილზე. მარცხენა, მარჯვენა. მარჯვენა წინ. 4 ნაბიჯი უკან. 4 3 2 3 ნაბიჯი გვერდზე. 3 ნაბიჯი. აჰა, ოჩა. აბა წადოთ 1 2 3. ეხლა ადგილზე 3. 1 2 3 ნაბიჯი. 1 2 3 ოჩა. წინ. 1 2 3. ადგილზე 3. ოჩა, ახლა მუხლები არის ბილი ასე ვთქვათ. ოჩა. თავიდან მეგობრებო. თეზო. თქვენებურად გააკეთეთ, როგორც გამოვდით. ორი ნაბიჯი წინ. ორი ნაბიჯი უკან. 4 3 2 ისევ თავიდან. თე ადგილზე. ოჩა. თავიდან წინ. 1 2 უკან. ახლა გახსოვთ ხო თავიდან მოძრაობა. გვერდზე, გვერდზე, ადგილზე. გვერდზე, გვერდზე, stop. აჰა. ოჩა. აქ ადგილი ხელი არის. ოჩა. თავიდან მარჯვენა, 1 2 3. მარცხენა, 1 2 3. შეგვიძლია თავზე გადავიცვათ. ოჩა. თავიდან მეგობრებო. ოჩა, ორი ნაბიჯი წინ. მოდი, მოდი. უკან. კიდე ერთხელ, ადგილზე. შენ. კიდე ერთხელ. მოდი, ჩემთან. დავიდა უკან. 3 ნაბიჯი გვერდზე. 3 2 1. ადგილზე. 1 2 3 თეზო. 1 2 ბოლო. ოპ. ოჩა. 3 3 2 1 თეზო. და მეგობრებო, ხელი მაგვა. დავაი, წავიდა. ოჩა. ეს იყო ნუ ბაჩატა არის ბაჩოს რჩეული ბაჩოს მეგობრებო. არის ეს, ხო? კი. ბაჩატა და ფლამენკო. სპეციალურად ჩემთვის მოვაყვა. ფლამენკო, ბაჩატა და ფლამენკო. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მინდა ძალიან დიდი გადაგიხადოთ. მადლობა მაგალითად ჩვენს მაყურებელს, რომ ყოველ კვირას ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. მადლობა თქვენ, თქვენ რომ გოგოებო, ყოველ კვირას მადლობა, ხართ რომ- ჩვენთან და ჩვენს მადლობა. ტელემაყურებელს ანებიურებთ ასე ვთქვათ იმით რომ შეუძლიათ მათ თქვენთან ერთად ივარჯიშონ და იყვნენ საღად ჯანმრთელად მხნედ და ასე და შემდეგ დღეს ჩვენ იყო მომავალ გადასარევი ვარიანტი და გადასარევი მაგალითი ჩვენი მაყურებლებისთვის რომ ფეხმძიმობის პერიოდშიც არაჩვეულებრივია ვარჯიში. ოღონდ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ქეთის ნათქვამს რომ ეკიმთან კონსულტაციის შემდეგ. კი ბატონო. კარგად დანდებოდა. ნახვამდის გოგოებო, მადლობა ერთი ძალიან კვირით. დიდი მომავალ კვირამდე გემშვიდობებით და ჩვენ ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რომელიც ძალიან მალე გაივლის და შესაბამისად თქვენ უნდა დაგველოდოთ, არ გადართოთ, ჩვენ მალე დაგვიბრუნდებით. შოთა ჯანჯღავა რეკლამის შემდეგ შემოგვიერთდება. აუბრუნდით პირდაპირ ეთერში და დილამშვიდობისა, ვინც ახლა შემოგვიერთდით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს, რომელსაც სამედიცინო რუბრიკით გავაგზავნებთ ექიმის რჩევები. ესე იგი შოთა ჯანჯღავა გვიერთდება სტუმართან ერთად, რომელიც ძალიან გავრცელებულ ჩივილებზე საუბრობს დღეს და ეს არის სახსნების ტკივილი. ეს ძალიან აქტუალური თემაა დღეს. ძალიან მნიშვნელოვანი თემით, ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრით ჩვენი შოთა ჯანჯღავა და რა თქმა უნდა, ვიდრე შოთა სტუდიაში, ანუ შოთას კაბინეტში გადავინაცვლებთ, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენებთ, რომ ჩვენი სამედიცინო რუბრიკის წარმომადგენელი გახლავთ იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა, რომელიც მხოლოდ
მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებზეა დამზადებული და მთელი დღის განმავლობაში ამ პროდუქტებით გაკეთებული მაკიაჟი შეგიძლიათ ისე ატაროთ, რომ ვერც კი იგრძნოთ და იგრძნოთ მხოლოდ სიმსუბუქე და მესაუდა შეგიძლიათ ექსკლუზიურად საფთიაქო ქსელში ავერსი. რუბრიკის სპონსორია იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა. მესაუდა შენი სილამაზისთვის მხოლოდ ავერსში. შოთა დილამშვიდობის. დილამშვიდობის ბაჭო ხატია, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს და ჩვენ ისევ საინტერესო თემით გიბრუნდებით, როგორც გააჟღერეთ დღეს ვისაუბრეთ სახსრების პათოლოგიებთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ გაზაფხულის პერიოდში ჩვენ ველოდებით ხოლმე ზოგიერთი დაავადების გამწვავებას და ამის შედეგად ხშირად არის ხოლმე პაციენტები უჩივიან ხოლმე სახსრების ტკივილს ან თითქოს ამბობენ რომ ძვალი შიგნიდან რაღაცა გვაწუხებს და ასე შემდეგ. ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით დღეს მოვიწვიეთ ექიმი რევმატოლოგი ენდოკრინოლოგი ქალბატონ ნინო ჯეირადაშვილი. დილამშვიდობის ქალბატონ ნინო. დილამშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა პირიქით. ქალბატონ ნინო, აი ამ გაზაფხულის სეზონზე მწვავდება სახსროვანი დაავადებები და აი რა მიზეზებია და რატომ მწვავდება აღნიშნული პათოლოგიები? აღნიშნული პათოლოგიები მწვავდება, დიახ, გეთანხმებით, მაგრამ მოდით ცოტა შორიდან შემოვუაროთ ამ საკითხს, იმიტომ რომ სახსროვანი დაავადებები ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ არის საკმაოდ მრავალფეროვანი. არსებობს აუტოიმუნური დაავადებები და არააუტოიმუნური დაავადებები. ჩვენი მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს, რას ნიშნავს ეს აუტოიმუნური და არააუტოიმუნური, ორი სიტყვით ამასაც შევეხებით თქვენის ნებართვით. ანუ როდესაც სახსრის ანთება ვითარდება მაშინ, როდესაც ჩვენი იმუნური სისტემა ებრძვის ჩვენ საკუთარ ქსოვილს. ვერ აღიქვავს მას როგორც საკუთარს, აღიქვავს როგორც დამაზიანებას, შესაბამისად აზიანებს პირიქით რეაქტიულად სახსრის კომპონენტებს, იწვევს ტკივილს, შებოჭილობას და ასე შემდეგ. ამიტომაც როგორც ნებისმიერი სხვა აუტოიმუნური დაავადება, ასევე სახსროვანი დაავადებები მწვავდება გაზაფხულობით. სიმართლე მოგითხრათ, რა არის ამისი კონკრეტული მიზეზი, ესე დადასტურებული არ არის. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ზამთრის პერიოდში იმუნური სისტემა ქვეითდება, ნებისმიერი დაავადება შესაბამისად მწვავდება ხოლმე აი ამ აუტოიმუნური დაავადებებისგან გამომდინარე და ეს იწვევს აი ამ შესაბამის ჩივილებს. ქალბატონ ნინო, აი რა უთხრა ჩვენს მოსახლეობას, ხშირად არის ხოლმე ესეთი არევა, რა სხვაობა ართრიტსა და ართროს შორის? აი, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ართრიტი მაქვს და ართროზი და აი რა განსხვავება? ზოგადად იცით რა არის? ზოგადად ორივე დაავადება, ართროზიც და ართრიტიც განიხილება უკვე როგორც ანთებითი. მაგრამ აი მოსახლეობისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, ართრიტი ეს არის სახსრის ანთებითი დაავადება, ანუ ასე ვთქვათ, აუტოიმუნური დაავადება, ხოლო ართროზი არაანთებითი დაავადება, სახსრის მექანიკური დაზიანება, ხრტილის დეგრადაციის შედეგად განვითარებული დაავადება. დიახ. და ასეთ შემთხვევაში ანთებითი დაავადებების წარმართვის დროს მკურნალობის ტაქტიკა განსხვავდება. რასაკვირველია განსხვავდება, იმიტომ რომ ართროზი ეს არის არააუტოიმუნური დაავადება, აქ იმუნური სისტემა ჩართული არ არის, შესაბამისად ჩვენ მას მკურნალობთ სხვა ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით, ძირითადად სიმპტომურად და იმ გამომწვევი მიზეზებით, რამაც გამოიწვია ართროზი, ხოლო ართრიტს ჩვენ მკურნალობთ ეგრეთ წოდებული დაავადების მამოდიფიცირებელი მედიკამენტებით, ანუ იმ მედიკამენტებით, რომლებიც იმუნურ სისტემას აბალანსებს, ასე ვთქვათ, და თურგუნავს. და აი რა სიმპტომებს ველოდებით, რას უნდა მიაქციოს მოსახლეობამ ყურადღება? ზოგადად როგორც ართრიტისთვის, ასევე ართროზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არის ტკივილი. დილის შებოჭილობა, სახსრების შეშუპება. უბრალოდ ინტენსივობა განსხვავდება ართრიტის და ართროზის დროს. თუ ართრიტის დროს ჩვენ გვაქვს დილის შებოჭილობა, რომელიც გრძელდება დაახლოებით 9 საათზე მეტ-ხანს, გვაქვს შეშუპება, ჰიპერემია, ან მგრძნობიარეა ეს სახსარი, ისეთი უფრო თბილია ხელის დადების დროს, ართროზის შემთხვევაში პირიქით დილის შებოჭილობა რამოდენიმე წუთს გრძელდება, 5-10 წუთი, შემდეგ ის სწორდება და შეშუპება ნაკლებად არის დამახასიათებელი, თუ არ ახლავს თან სახსრის ანთება იქ და ესეთი სითხის დაგროვება სახსარში. ასევე განსხვავდება თვითონ სახსრების ლოკაციის მიხედვით, ანუ ართრიტის დროს ძირითადად წვრილი სახსრები ზიანდება, მტევნის წვრილი სახსრები, აი რომელიც სხეულთან უფრო ახლოს არის, ჩვენ ამას პროქსიმალურ სახსრებს უწოდებთ, ხო? ართროზის შემთხვევაში უფრო დისტალური ფალანგები ზიანდება, ან მსხვილი სახსრები, მენჯბარძაყის, მუხლის, კოჭწვივის, მხრის სახსრები, რაც ართრიტის დროს შედარებით იშვიათია. აი, როდის არის ხოლმე საჭირო
უკვე იმპლანტით ჩანაცვლება სახსრის ამ რომელი პათოლოგიების დროს? ძირითადად ნებისმიერი პათოლოგიის დროს შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს სისტემური დაავადებები თუ ხანგრძლივად მიმდინარეობს, არ არის ადეკვატურად ნამკურნალები, ან თუნდაც ნამკურნალებია, მაგრამ არ ექვემდებარება მკურნალობას, მეორადად ის რთულდება სახსარში დეგენერაციული ცვლილებებით და საჭიროებს იმპლანტს, ეგრეთ წოდებულ სახსრის გამოსვლას. ართროზის შემთხვევაში ეს უფრო მეტად ხშირია. მესამე მეოთხე სტადიის ართროზის დროს და ოსტეოართრიტის დროს ხდება ხოლმე ძირითადად სახსრის ენდოპროტეზირება. დიახ. აი ქალბატონო, ასევე არის ხოლმე გავრცელებული საკმაოდ ოსტეოპოროზი, ბაქნიშვილ პათოლოგია და რა ხდება ამ დროს? ხშირად იძახიან ხოლმე ჩვენი პაციენტები, რომ არის ოსტეოპოროზული ცვლილებები და რა პროცესი მიმდინარეობს ძვალში. ოსტეოპოროზის შემთხვევაში ძვალში ძირითადად გამოფიტვის პროცესი მიმდინარეობს. ანუ ძვალი ხდება უფრო მყიფე და მოტეხილობის რისკი მატულობს. ანუ ჩვენ რატომ გვეშინია ოსტეოპოროზი? იგი ასიმპტომური დაავადებაა. ძირითადად პაციენტები რაღაც კონკრეტული ჩივილით, თუნდაც აი ძვალში ტკივილით არ მოგმართავენ თუ ის გართულებული არ არის მოტეხილობით. ამიტომ ის რისკ ჯგუფი უნდა მოხდეს გამოვლენილი, რაც შეიძლება დროულად და ეს რისკ ჯგუფი გახლავთ ქალბატონებში 60 წლის შემდეგ, მამაკაცებში 65 წლის შემდეგ, რათა შეფასდეს ძვლის სიმკვრივე. ამას მთელი რიგი რისკ ფაქტორები აქვს თავისი და შესაბამისად უნდა მოხდეს დროულად ამ დაავადების პრევენცია, რათა ავიცილოთ თავიდან მოტეხილობები. ანუ დაავადება მიმდინარეობს მოტეხილობით. დიახ. და ქალბატონო, აი ეს ოსტეოპოროზთან მიმართებაში სადიაგნოზო დაგროვა ძვლის მინერალურ სიმკვრივის განსაზღვრა. რა მეთოდები გამოიყენება ამისათვის? ამისთვის ოქროს სტანდარტი გახლავთ ძვლის სიმკვრივის განსაზღვრა, ანუ დენსიტომეტრია, რომელიც კეთდება ორ ფრაგმენტში წელის მალების და ბარძაყის ყელის დონეზე. ანუ რატომ აქ? იმიტომ რომ ძირითადად ეს ფრაგმენტები ზიანდება. ამას ხაზს უსმევ, იმიტომ რომ პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ აი მე მუხლი მაწუხებს, ანუ გულმკერდის მიდამო, ან კისრის მიდამო მაწუხებს და თქვენ წელის მალებს და ბარძაყს რატომ ვაკეთებთ, ხო? იმიტომ რომ ზუსტად ის ფრაგმენტებია, რომელიც უფრო საინტერესოა, უფრო ესეთია კლინიკურად მნიშვნელოვანია და წელის მალების და ბარძაყის ყელის დონეზე ხდება ძვლის სიმკვრივის განსაზღვრა და შესაბამისად აი ამ მეთოდის საშუალებით მკურნალობის დაგეგმვა. დიახ. აი ამ გამწვავების პერიოდში რა ანალიზები უნდა ჩაიტაროს მოსახლეობამ, რომ გაიგოს ეს ანთებითი პროცესები როგორ მიმდინარეობს? ზოგადად, ესე იგი, სახსრის ანთებით დაავადებაზე თუ საუბრობთ, უნდა გავიკეთოთ ანთების მარკერები. ანუ ესეთი გახლავთ C-რეაქტიული ცილა და ერითროციტების დალექვის სიჩქარე, რომელიც მიუთითებს იმაზე, თუ სახსრის ანთება ამ მომენტში მიმდინარეობს თუ არა. თვითონ დაავადების აქტივობას რაც შეეხება, ამას უკვე ჩვენ პაციენტთან გასაუბრებით ვადგენთ, ხო? თუ საუბარი არის რევმატოიდულ ართრიტზე, მაშინ შესაბამისად არის სპეციფიური ეგრეთ წოდებული სეროლოგიური გამოკვლევები, აი სწორედ იმუნური სისტემის გამოკვლევა, ეს ანტისხეულები რამდენად მაღალია სისხლში და რამდენად აქტიურია შესაბამისად დაავადება და რამდენი მედიკამენტით და როგორ დავგეგმოთ მკურნალობა, აი ამ შემთხვევაში ვაკეთებთ ხოლმე რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრას. სისხლში. დიახ. თუ იხმარება ხოლმე სახსრების ვიზუალია, თქო ულტრაბგერითი ან რენტგენოლოგიური. რასაკვირველია, რენტგენოლოგიური გამოკვლევა იყო, არის და ალბათ დარჩება ოქროს სტანდარტად რევმატოიდული დაავადებების, სახსროვანი დაავადებების დიაგნოსტიკაში. სწორედ რევმატოიდული ართრიტის უბრალოდ რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვადგენთ რევმატოიდული ართრიტის სტადიას. იქ არის მთელი რიგი სპეციფიური ნიშნები, რომლებიც გვეხმარება დაავადების სტადიის დადგენაში. დიახ. ასევე მინდა შევეხოთ ბავშვებსაც, ხშირად არის ხოლმე ტონზილიტების შემდგომ გართულება რევმატოიდული ცვალებადობები და აი აქ როგორი მდგომარეობა ამ კუთხით? კი ბატონო, ზოგადად იცით, აი ჩვენ ხომ ვახსენეთ, რომ ეს აუტოიმუნური დაავადებებია, ხო, სახსრის ანთების დაავადება. რისი მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი? ინფექციები, სტრესი, გადაძაბვა, D ვიტამინის ნაკლებობა, ძილის დარღვევები და ყველაზე ხშირი მიზეზი არის ხოლმე ინფექციური დაავადებები. ну, ტონზილიტის დროს, როდესაც აი სტრეპტოკოკული ინფექცია, მას მეორადად უყვარს სახსრების დაზიანება. ისევე როგორც ეპშტეინ-ბარის ვირუს. მაგალითად, მასაც ასევე მეორადად იცის ხოლმე სახსრის სისტემური დაავადების განვითარება, მაგალითად, როგორიც არის სისტემური წითელი მგლურა, ერთ-ერთი მისი გამომწვევი მიზეზი ეს არის. ამიტომაც მწვავდება ძირითადად გაზაფხულზე, როდესაც ჩვენი იმუნური სისტემა დათრგუნულია და ამ დროს ადვილად გვერევა ნებისმიერი ინფექცია.
ასევე გაზაფხულის პერიოდში უკვე შემოდის ხოლმე პარკოსნები აქტიურად და როგორც ვიცით, პარკოსნები იწვევენ ხოლმე შარდმჟავის მატებას და ჩვენ შესაძლებელია პოდაგრის გამწვევებაც გქონდეს ამ პერიოდში. აი პოდაგრასთან დაკავშირებით როგორ ამოიცნოს ადამიანმა, რომ გამწვევების პროცესი აქვს. კი ბატონო, აი იცით როგორ არის, როდესაც სახსრების გამწვავებაზე ვსაუბრობთ ზოგადად და სეზონურობაზე, აი გააჩნია რა დაავადებაზეა საუბარი. რევმატიულ დაავადებებში ყველა დაავადებას თავისი პერიოდი ახასიათებს გამწვავების და პოდაგრას ზუსტად უყვარს ხოლმე გაზაფხულიდან და ზაფხულში მისი გამწვავება, როდესაც ის საკვები პროდუქტები მიიღება, რომელიც იკრძალება, ხო, პარკოსნები და ზაფხულში, როდესაც მოდის ლუდის სეზონი, ხო, ეს ყველაზე მთავარი ესეთი გამოწვევი მიზეზია და უშა დალევენ ლუდს და მაშინვე ვისაც აწუხებს პოდაგრა, მაშინვე უმწავდება სახსარი. ანუ ერთი სახსრის, ძირითადად ეს არის ხოლმე ტერფის სახსრის დაზიანება, ძლიერი შეტევითი შეწითლებით მიმდინარე ესეთი მკვეთრი ართრიტი. როდესაც პაციენტი ამბობს ხოლმე, რომ ფეხსაცმელსაც ვერ იწმევს და ფეხი თითქოს ხაფანგში აქვს მოქცეული, აი ასეთი ჩივილი აქვს ხოლმე, საკმაოდ ისეთი მტკივნეული მდგომარეობაა ეს პაციენტისთვის. ახლა ხშირად აი ჩვენ მოსახლეობის კითხვა იყო ასევე გაკეთება ხოლმე ანტისხეულების განსაზღვრას და როდის იხმარება ხოლმე რევმატული დაავადების ანტისხეულები და ანტისხეულები. აი პოდაგრის შემთხვევაში პოდაგრა არ არის აუტოიმუნური დაავადება, ხო ის ნივთიერებათა ცვლის დარღვევით და შარდმჟავას ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებაა და აქ წამყვანი არის მხოლოდ შამჟავას მომატება სისხლში. ხოლო სხვა დაავადებების დროს, მაგალითად რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში ანტისხეულების მომატება ხდება, ესეთი ეგრეთ წოდებული ანტისისიპი ანტისხეულებია, რომელიც დაავადების აქტივობას გვიჩვენებს და ის რევმატოიდული ართრიტი თუ კი სეზონურობას მიუბრუნდებით, გაზაფხულობით და შემოდგომით განსაკუთრებით მწვავდება ხოლმე. და დამოკიდებული არის ძირითადად ატმოსფერულ წნევაზე. ვინაიდან ატმოსფერული წნევის ცვალებადობის დროს, როდესაც ატმოსფერული წნევა დაბალია, მაგალითად სიცივის დროს, თოვლიან ამინდში, ეს ჩვენი ძვალსახსროვანი სისტემა ამაზე რეაგირებს. ანუ ჩვენი კუნთები, მყესები, იოგები განიცდის ცვლილებას, ანუ ესე ვთქვათ, შეკუმშვას და გაფართოებას და ეს პაციენტის მიერ აღიქვება როგორც ტკივილი. და აი ამ მომენტს ძირითადად აქვს ხოლმე ადგილი შემოდგომა გაზაფხულზე. მაშინ, როდესაც მაგალითად სისტემური წითელი მღლურა, ეგრეთ წოდებული დაავადება, როდესაც კანი ზიანდება, განსაკუთრებით მწვავდება ზაფხულში, აი გვიან გაზაფხულზე. როდესაც აქტიურად გავდივართ მზეზე და მზის სხივები იწვევს კანის მხრივ ცვლილებებს და გამონაყარს აი სახისმინდამოში. შესაბამისად, ამ დროს ყოველთვის არიან პაციენტები გაფრთხილებული, რომ იხმარონ მზის დამცავის საშუალებები, რათა არ მოხდეს ამ დაავადების გამწვავება. დიახ, აი ხატიასა, კითხვა დიახ ხატია. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო. ძალიან ხშირად პაციენტებს აქვთ ესეთი ჩივილი არა მარტო ზამთარში, როდესაც ფეხის და ხელის თითები ეყინებათ და თითქოს გრძნობელობაც კი უქვეითდებათ. ამ შემთხვევაში სისხლძარღვებთან გვაქვს საქმე თუ სახსრების პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელი პროფილის ექიმს უნდა მიმართოს პაციენტმა? დიახ, აი არაჩვეულებრივი კითხვა დასვა ხატია, იმიტომ რომ რეინოს სინდრომზე საუბრობს, როგორც მივხვდი, ანუ სიცივის შეგრძნება ხელებში. მარტო სიცივის შეგრძნება კი არა, ამ დროს კანის ფერიც იცვლება ხოლმე, ან სილურჯი, ან სიწითლე, ან გაფერმრთალდება ხოლმე კანი. ესეც ბევრ რევმატიულ დაავადებას ახლავს თან და განსაკუთრებით მწვავდება ხოლმე ზამთრის პერიოდში, სიცივის პერიოდში. ამ შემთხვევაში ყოველთვის ურჩევთ პაციენტებს, რომ არ გამოიყენონ ცივი წყალი, აუცილებლად თბილ წყალში, ხელის დაბანა თუ ასე შემდეგ და აუცილებლად ხელთათმანი უნდა იხმარონ, რათა აი ეს დაავადება არ გამწვავდეს და მასაც ახასიათებს სეზონურობა ზუსტად და ზამთრის პერიოდში მწვავდება ხო. დიახ. ნინო, ასევე მინდა კითხოთ, აი ეხა რეინოს შემთხვევაში ახსენე რჩევები წამლის გარეშე რა შეიძლება გაკეთდეს. აი ძვალსახსროვანი პათოლოგიების დროს სახლის პირობებში რა შეიძლება ჩვენ მოსახლეობამ წინასწარ აი ვთქვათ რაღაცა დაიცვან, რომ ეს გამწვავება შედარებით ნაკლები იყოს, ან პროფილაქტიკა ჩაატაროს. პროფილაქტიკა. კი ბატონო, ეს გახლავთ აქტიური ცხოვრების წესი. დიახ. ანუ რატომ წავდება გაზაფხულზე? ზამთარში ძირითადად პასიურად ვართ, ხო, ცივა. ჩვენ არ გავდივართ გარეთ, არ მოძრაობთ ბევრს. შესაბამისად, ეს ჩვენს ძვალსახსროვან სისტემაზე აისახება უარყოფითად. ამიტომ ყოველთვის ვურჩევთ პაციენტებს, რომ იყვნენ ფიზიკურად აქტიურები, მოერიდნენ სიცივეში გასვლას, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, აი ეს ატმოსფერული წნევა და ცუდი ამინდი
ჩვენს ძვალსახსროვან სისტემაზე უარყოფითზე გავლენას ახდენს, ჩავიცვანეთ ბილი დასაცმელი, იმიტომ რომ ეს ნამდვილად დადასტურებულია, რომ აძლევს შვებას პაციენტს ტკივილის თვალსაზრისით, ტკივილის მოხსნის თვალსაზრისით, თუ ჭარბი წონა აქვს აუცილებლად წონაში დავიკლოთ. D-ვიტამინის დეფიციტი ასევე ახდენს უარყოფით გავლენას ჩვენ ძვალსახსროვან სისტემაზე და ზამთრის პერიოდში ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის ესე სუბკლინიკურად მაინც არის ხოლმე D-ვიტამინის დეფიციტი და ადეკვატურად პროფილაქტიკური დოზით მაინც მიიღონ D-ვიტამინი. ძირითადად აი ეს და ჰიდრირება, ანუ წყლის დიდი რაოდენობით მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე. აი ახსენინე ხო პროფილაქტიკური დოზა D-ვიტამინის და ასევე მინდა კითხო D-ვიტამინი და კალციუმი ორივე ერთად. პროფილაქტიკურად თუა შესაძლებელი მათი მიღება და რამდენად იძლევა შემდგომში დაცვას. კი ბატონო, ანუ ასე ვთქვათ, ოსტეოპოროზის ასოციაციის მიერ ესეა დადასტურებული, რომ დაახლოებით 800 მგ კალციუმი და 1000 საერთაშორისო ერთეული D-ვიტამინის ყოველდღიური მიღება არის ჩვენი ძვალსახსროვანი სისტემის დაცვა ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, აი ამ დოზით ამ მედიკამენტის მიღება. დიახ. ასევე მინდა კითხო გენეტიკური განწყობა თუ აქვს რევმატოიდულ პათოლოგიებს. დიახ, გენეტიკური განწყობა ნამდვილად აქვს. ვერ ვიტყვით, რომ ეხლა 100% შემთხვევაში, თუმცა ეს ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები არის გენეტიკურად წინასწარ განწყობილი. კი ბატონო. აი კიდე კითხვა ხარია, ხარია. კიდევ ერთი კითხვა მექნება თქვენთან ექიმებო. როდესაც ვირუსი გვემართება, პირველ რიგში რა თქმა უნდა სახსრებით გვეწყება, ხო, ვისაც აქვს ამის პრობლემა, ან არა აქვს და განსაკუთრებით როდესაც პაციენტი მიდრეკილია ამ პათოლოგიისკენ, რა ზომები უნდა მივიღოთ, როგორც კი ვხვდებით, რომ ვირუსი დაგვეწყო. აი რამე განსაკუთრებული მკურნალობის ჩატარება ხო არ გჭირდება პირველივე დღეებში. რომ არ გართულდეს. არა, პირველივე დღეებში რაიმე განსაკუთრებული მკურნალობის ჩატარება არ გჭირდება. უბრალოდ ყოველთვის ვაფრთხილებთ პაციენტებს, რომ მაქსიმალურად მოერიდონ ხალხმრავარ გარემოს, რათა მათი იმუნური სისტემა ისეც დაქვეითებულია და ადვილად შეიძლება განვითარდეს ესე გადამდები ვირუსული დაავადებები და შესაბამისად დაავადებაც უფრო მწვავდება. მკურნალობა სიმპტომურია, რა თქმა უნდა, მკურნალობთ ვირუსს და მისი ძირითადი მკურნალობა გრძელდება. დიახ, ნინო, ასევე მინდა კითხო მკურნალობასთან დაკავშირებით, რაი რომ დავყოთ ცალკე ართრიტზე, ცალკე ართროზზე და ოსტეოპოროზზე, როგორი მკურნალობის ტაქტიკები გვაქვს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად განსხვავებულია მკურნალობის თვალსაზრისით მიდგომა. ართრიტის შემთხვევაში მკურნალობა არის ეგრეთ წოდებული მამოდიფიცირებელი მედიკამენტები, რომლებიც უკვე ვახსენე, ჰორმონალური მედიკამენტები, რათა მოიხსნას ძლიერი ანთებითი პროცესი. ართროზის შემთხვევაში კი პირიქით მკურნალობთ სიმპტომურად, ცხოვრების წესის შეცვლა, წონის კლება და ეგრეთ წოდებული ხრტილის მკვებავი პრეპარატები, რომლებიც შესაძლებელია როგორც დანამატები გამოვიყენოთ, თუ კი ეს პაციენტს აძლევს შვებას, ხოლო ოსტეოპოროზის შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ძვლის გასამაგრებელ მედიკამენტებს, კალციუმს, D-ვიტამინს, რათა როგორც უკვე მოგახსენეთ, შევამციროთ ეს მოტეხილობის რისკი. რიგ შემთხვევაში ეს დაავადებები ერთმანეთთან ასოცირდება, მაგალითად, რევმატოიდულ ართრიტს თუ სისტემურ დაავადებებს ახლავს ხოლმე მეორადად ოსტეოპოროზი, იმიტომ რომ ის პაციენტები იყენებენ ისეთ მედიკამენტებს, რომელიც ჩვენს ძვლოვან სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს, ფიტავს ძვალს და ამიტომ როგორც ოსტეოპოროზის მკურნალობა, ასევე რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა არის ხოლმე შერწყმული და ერთმანეთთან ახლავს. ასევე მოსახლეობას რო ვთქვათ რჩევები აი პოდაგრასთან დაკავშირებით, კვებაზე როგორ უნდა მიექცეს ყურადღება და შემდეგ მკურნალობა როგორ არის. კი ბატონო, პოდაგრის შემთხვევაში აუცილებელია დიეტის დაცვა, ანუ იმ საკვების ამღება, რომელიც იწვევს შამჯავას მომატებას სისხლში, ესეთი გახლავთ პურინებით მდიდარი საკვები. კერძოდ საფუარი შემცველი პროდუქტები, ლუდი, პურეული, ცომეული, პარკოსნები, ესეთი მალინა, მოცვი, მსგავსი პროდუქტები. თუმცა ბოლოს უკვე ბოლო მონაცემებით დადასტურდა ისიც, რომ მარტო დიეტა საკმარისი არ არის. იმისათვის, რომ ხშირი გამწვავებები არ მივიღოთ ჩვენ პოდაგრის შემთხვევაში, შამჯავას დამოქვეითებელი მკურნალობა არის აუცილებელი მთელი წლის განმავლობაში. ამაზეც მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ხშირად პაციენტებს გონიათ, რომ აი იმდენად გაიარა შეტევამ და საერთოდ არ აწუხებს, რომ
ის მკურნალობა, რომელსაც ჩვენ ხანგრძლივად ვნიშნავთ ხოლმე, არის დროებითი. ანუ მომეხსნა ესეთი შეტევა, შესაბამისად წყვეტენ მკურნალობას და აი ამასთან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის დამყოლობას მკურნალობის მიმართ, რომ აქვს თუ არა მას ტკივილი და გამწვავება, მან მაინც უნდა მიიღოს მედიკამენტი, რათა თავიდან აიცილოს აი ესეთი შემდგომი გამწვავებები და არ დასჭირდეს მერე ზედმეტად კიდევ და კიდევ სხვა ჯგუფის მედიკამენტებით ჩარე. დიახ. ასე მინდა ნინო კითხო, ოსტეოპოროზთან მიმართებაში არის თუ არის ენდოკრინული პათოლოგიები, რაც მასზე ახდენენ უკვე გავლენას. რასაკვირველია, მთელი რიგი რისკ ფაქტორებია ოსტეოპოროზის განვითარებაში. ესეთი გახლავთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კერძოდ ჰიპერთირეოზი, ფარისებრ ახლო ჯირკვლის დაავადებები, რომლებიც კალციუმის ცვლაში ავლენენ ესეთ ვთქვათ ზეგავლენას და იწვევენ ოსტეოპოროზის განვითარებას. პოსტმენოპაუზური პერიოდი, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები, მთელი რიგი პათოლოგიებია, რომლებიც იწვევს რა თქმა უნდა ოსტეოპოროზს. ზოგ შემთხვევაში მკურნალობას არ საჭიროებს ხოლმე ის ოსტეოპოროზი, რომელსაც ჩვენ სიტომეტრიით ვაკეთებთ და უშუალოდ ამ დაავადების კომპენსირება და მკურნალობა გვაძლევს დადებით შედეგს უძლოვან სისტემასაც. დიახ. ასევე ახსენე შენ წყლის მიღება, აი როგორ არის ძვალსახსროვანი პათოლოგიებს, წყლის მიღების რაოდენობა და რეკომენდაციები. აბსოლუტურად იგივე, როგორცაც დაუშვათ სხვა ნებისმიერ ფიზიოლოგიურ პირობებში ვეუბნებით ხოლმე პაციენტებს, რადგან ჩვენი ხრტილის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი ფაქტორია წყლის ადეკვატური რაოდენობით მიღება. ანუ ის რეკომენდებული რაოდენობა წყლის, რაც ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს, სახსროვანი პათოლოგიების შემთხვევაში შესაბამისი, ანუ 2-3 ლიტრი დღის განმავლობაში გამომდინარე წონიდან პაციენტის, ხო? აი, ართრიტის და ართროზების შემთხვევაში არის ტკივილის მომენტი, ამიტომ ჩვენ მოსახლეობა ცდილობს, რომ ფიზიკური აქტივობა შედარებით ნაკლები იყოს და როგორი ეს რეკომენდაცია უნდა შეიზღუდოს ფიზიკური და არავითარ შემთხვევაში შეძლების დაგვარად, თუნდაც დამატებით მედიკამენტის მიღებით, რომ სიმპტომურად მოხდეს აი ამ ტკივილის გაყუჩება, აუცილებელია პირიქით ფიზიკური აქტივობა. ყველა პაციენტმა იქნება ეს ართრიტი, თუ იქნება ეს ართროზი, ფიზიკური აქტივობა უნდა განაგრძოს და პირიქით გააქტიუროს კიდე შეძლების დაგვარად. დიახ. დიდი მადლობა ნინო ესეთი ამოუწურავი ინფორმაციისთვის. აი სანამ დაგემშვ კიდე ხატია საკითხვა, დიახ ხატია. არ გიშვებთ, ხო ხედავთ ეთერიდან არ განებებთ თავს. აი ზუსტად ბოლოსკენ მოვიტოვე ეს კითხვა ზაფხული მოდის და უკვე დასასვენებელსაც გეგმავენ, ხო ადამიანები, თუ სად უნდა დაისვენონ და რამდენადაც მსმენია თქვენგან, მე მგონი რომელიღაცა თქვენი სტუმრობის და ზუსტად ჩვენს ეთერში კლიმატურ პირობებსაც ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და პატარა რეკომენდაციაც რომ მივიცეთ პაციენტებს, ვინც მიდრეკილია ართრიტისკენ თუ ართროზისკენ, ზღვაზე უნდა დაისვენონ თუ მთაში, აი მაინც რა იქნება რეკომენდებული. კი ბატონო, აი არაჩვეულებრივი შეკითხვაა და საკმაოდ საინტერესო. კარგი მოსწავლე. აქვს ამას გავლენა. კი, ტენიანობა, აი როგორც გითხარით, ეს ატმოსფერული წნევის ცვალებადობა ნამდვილად მოქმედებს სახსარზე. ტენიანობის პირობებში ის იმ სტრუქტურაზე, რაზეც აი ესე მოკლედ ვისაუბრე, რომ ჩვენი მყესები, იოგები და კუნთები რეაგირებს, თქო, იწვევს ტკივილის გამწვავებას. ამიტომ ვურჩევთ ხოლმე პაციენტს, რომ ძალიან ტენიან გარემოში, ან მკვეთრი ტემპერატურული ცვლილება, სადაც არის დაუშვათ სიცივი და სიცხიდან სიცივეში მოგზაურობისგან შედარებით თავი შეიკავა. ართრიტების შემთხვევაში ნამდვილად რეკომენდებული, იმიტომ რომ წავდება ამ შემთხვევაში. კი ბატონო, მაშინ ჩაგიკითხებინა შესაძლებლობა, თქვათ რაღაცა მედიკამენტის გამოყენება, რომელიც პროფილაქტიკას გაუწევს ხოლმე. სამწუხაროდ პროფილაქტიკას ვერცერთი მედიკამენტი ვერ გაუწევს, უბრალოდ რჩევის სახით შეიძლება ხოლმე, რადგან თუ კი აუცილებელია იქ იმ ადგილას მოგზაურობა, იქნება ეს თუ ყოფნა, დამატებით რაღაც ტკივილის მართვის თვალსაზრისით მედიკამენტი და თუ კი შესაძლებელია რომ აი მაქსიმალურად თითქმის ერთნაირ პირობებში ცხოვრობდეს ადამიანი და ესეთი მკვეთრი ცვლილებები არ იყოს, უმჯობესი იქნება. დიახ, ანუ ჩვეულებრივ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები ამ შემთხვევაში სიმპტომურად. კი ბატონო. და აი ვერ გიშვებთ მე მგონი ნინო, იმდენი კითხვები გვაქვს, აი როდის მივმართოთ რევმატოლოგს, აი როდესაც უკვე სიმპტომი გამოვლინდება აქტიურად თუ იქამდე პროფილაქტიკურად. ალბათ რევმატოლოგს მაინც ესეთ პრაქტიკაში მიმართავენ მაშინ, როდესაც ვლინდება სიმპტომი. ეს სიმპტომი გახლავთ ტკივილი.
ანუ როდესაც გვაწუხებს სახსარი, განსაკუთრებით დილის შებოჭილობა, არ აქვს უკვე მნიშვნელობა ის რამდენ ხანს გრძელდება. ამას უკვე რევმატოლოგი გადაწყვეტს, ხო, რომელ დაავადებასთან აქვს საქმე, რაც უფრო დროულად მივმართავთ რევმატოლოგს, მით უფრო ადვილია იმ დაავადების მართვა. იმიტომ რომ ქრონიკული დაავადებაა და შესაბამისად დროული მკურნალობა, ადრეული მკურნალობა უკვე წარმატებული მკურნალობის საწინდარი. აი თუ ჩვენ გვაქვს ოჯახში რევმატოიდული პათოლოგიები, ამ შემთხვევაში აი როდიდან ბავშვებთან როდიდან უნდა ჩავატაროთ პროფილაქტიკური დიაგნოსტიკა? ბავშვებთანაც ალბათ როდესაც გამოვლინდება სიმპტომი. აი ამ შემთხვევაში უნდა ჩავატაროთ პროფილაქტიკას, რაც შეეხება აი ჯანსაღი ცხოვრების წესი, ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები, ანუ ჯანმრთელი კვება, ადეკვატურად D ვიტამინის მიღება, ადეკვატურად მზის სხივების მიღება არის მნიშვნელოვანი ბავშვობიდანვე, რათა აი თავიდან ავიცილოთ, ესე ვთქვათ, პრევენცია მოვახდინოთ ამ ეგრეთ წოდებული აი გენეტიკურად წინასწარ განწყობილები თუ ვართ, აი ამ დაავადებების პრევენციას მოვახდენთ ალბათ ასე. ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველაფერს საწინდარი. თუ საკმარისი D ვიტამინის მიღება მზისგან და არ იყოს მე საჭირო რაღაც დანამატები. როგორც წესი დღესდღეობით ჩვენ ვერ ვატარებთ იმ რაოდენობით იმ დროს მზეზე, რაც არის რეკომენდებული. ამიტომ როგორც წესი დამატება ხდება ხოლმე საჭირო. კი ბატონო, დიდი მადლობა ნინო. პირიქით, მადლობა. ხატიას კითხვა დიახ, ხატია მე მგონი ნინოს არის შეძლოს ვიტოვებს ნინო. აი სხვათა შორის ეხლა უკვე ჩვენმა მაყურებელმა მოგწერა და აღარ მინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრამ მაყურებელს ნამდვილად ვერ გაუცრუებ იმედს. მაყურებელმა მოგწერა ყავასთან მიმართებაში, მითია თუ რეალობაო, რომ თუ ასეთი პრობლემები გვაქვს, ყავის რაოდენობა უნდა შევზღუდოთო. ყავის რაოდენობა. ყავის რაოდენობა ძვალზე მოქმედებს უფრო მეტად, იმიტომ კალციუმისგან რეცხავს ორგანიზმს, ესე არის მოწოდებული. 4-5 ჭიქაზე მეტი ყავა არის მავნე და 2-3 ჭიქის მიღება არ არის დამაზიანებელი ჩვენი ორგანიზმისთვის. ან დოზირებას დავამშვიდოთ, კი. ისმის დიდი რაოდენობით მოიხმარს კოფეინს, 5-6 ჭიქა არის აი ესე მოწოდებული, რომ ის უკვე ითვლება, რომ ბევრია და 3-4 არ არის პრობლემა. ასევე მნიშვნელოვანია ყავა და ჩაიც, იმიტომ კოფეინის შემცველობა ჩაისიც საკმაოდ დიდი რაოდენობით არის და აქედან გამომდინარე, როგორც ყავა, ასევე ჩაი უნდა დავთვალოთ. კარგით, დიდი მადლობა ნინო, ესეთი ამოწურავი ინფორმაციის და დეტალური ინფორმაციისთვის. მე შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენი სტუმარი იყო ნინო ჯეირანიშვილი, რომელიც საუბრობდა ძვალხსასროლო სისტემის გამწვავებასთან დაკავშირებით ამ სეზონზე, როგორც მოგეხსენება და როგორც ნინო მაგვიხსნეს, ეგ ჩვენ ველოდებით ძვალხსასროლო სისტემის გამწვავების პროცესებს ამ სეზონზე. თუ ჩვენ გვაქვს სიმპტომები, დროულად მიმართოთ რევმატოლოგს, რათა შემდგომში გართულებები იქნეს თავიდან აცილებული, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელიც ქალტონინო მოგვაწოდა და კვებასთან დაკავშირებით, ასევე დავიცვათ ფიზიკური აქტივობის რეკომენდაციები და როგორც აღინიშნა ფიზიკური აქტივობა პირიქით აუცილებელია ხოლმე ისეთი პათოლოგიების დროს და მაქსიმალურად ვიკვებოთ ჯანსაღად, ბალანსირებულად, განსაკუთრებით პოდაგრის შემთხვევაში და D ვიტამინის მიღება პროფილაქტიკური დოზებით, რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის. მე ერთი კვირით დაგემშვიდობებთ, გისურვებთ ჯანმრთელობას. შენთან ძალიან დიდი მადლობა შენ და შენს არაჩვეულებრივ სტუმარს და როდესაც შენი არაჩვეულებრივი სტუმრისგან დასმულ კითხვაზე კომპლიმენტს ვიღებ ხოლმე, სულ მგონია რომ ლექტორს რო უხარია, ხო იცი სტუდენტს რო შეაქებე, აი ესეთი შეგრძნება უნდა გქონდეს შენ, იმიტომ რომ შენი დამსახურებაა, როცა კითხვას სწორად ვწვავთ, ისე ჩვენშიც ცნობიერება ამაღლე, რა თქმა უნდა, ისე როგორც ჩვენი მაყურებლისთვის. შენთან ზუსტად ერთი კვირით ვემშვიდობებით, ჩემო ბაჩო. და ასევე სხვა შეს ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გვიწევს ახლა საუბარი, ზუსტად ჯანმრთელობასთანაც ასოცირდება ეს ყველაფერი. გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს და მიყვარს ასეთი ადამიანები, ვისაც უყვარს მცენარეების სახში, ვინც ალამაზებს ინტერიერს და ექსტერიერს მცენარეებით და მცენარეებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა თურმე. იმდენად რამდენადაც შეიძლება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს, შეიძლება რამოდენიმე მცენარეს სწორად არ გამოყენება ჯანმრთელობისთვის მავნეც იყოს და ამ ყველაფერზე ესე იგი ანა ზაქაშვილმა უნდა მოგვიყვეს ახლა და გვეცოდინება ანუ სად გვაქვს განთავსებული მიხვდი, გარეთ შეიძლება იყოს თუ შიგნით შეიძლება გქონდეს ამ ყველაფერზე ანა როგორც ჩანს შიგნით ანა 64-ში ხარ თუ საათ ხარ მოგვიყევი ანა დილამშვიდობის დილამშვიდობის ანა მე მგონი ანა მედიტაციაშია მეგობრებო დილამშვიდობის ბაჩო ხატია
ნახეთ როგორ ჯადოსნურად დაგიბრუნდით, ძალიან საინტერესო გარემოდან როგორ შეგპირდით. მე იმდენი რამე გავიგე მცენარეების შესახებ ამ უახლოესი ძალიან მოკლე დროში 15 წუთის განმავლობაში. აი მაგალითად თქვენ თუ იცოდით რომ არსებობენ მცენარეები, რომლებიც ნიადაგის გარეშე ცოცხლობენ. ჩემთვის მაგალითად ეს აღმოჩენა იყო და ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი გავიგე და ვაპირებ რომ ეს საინტერესო ამბები და ინფორმაციები გავუზიარო ჩვენს ტელემაყურებლებსაც. დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით იმ მცენარეების შესახებ, რომელთა სახლში ყოლაც არის რეკომენდებული და შეიძლება ითქვას აუცილებელიც კი, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს მცენარეები ზრუნავენ იმაზე, რომ ჩვენი ჰაერი იყოს გაფილტრული და ერთგვარ ბუნებრივი ფილტრის ფუნქციასაც კი ასრულებენ ეს მცენარეები. გემახსოვრებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ ჩვენ გვქონდა ერთი საინტერესო გადაცემა ამ რუბრიკის ფარგლებში და ვსაუბრობდით სამშენებლო სარემონტო მასალების უარყოფით გავლენაზე, ესე რომ ვთქვათ, ჩვენს ორგანიზმზე, იმიტომ რომ ისინი აფრქვევენ ჰაერში მავნე ნივთიერებებს, რომლებიც შემდეგ ბუნებრივია ჩვენს ორგანიზმში რჩებიან. ასეთი შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, DSP, ავეჯი და ასე შემდეგ და სწორედ მცენარეების ყოლა არის კარგი ალტერნატივა იმისა, რომ გათავისუფლდეს ჰაერი ამ მავნე ტოქსინებისგან. დღეს სტუმრად მოვედით ანი ციციშვილთან, მცენარეთა მოვლის სპეციალისტთან. ანი, დილამშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა რომ გვასპინძლობთ და ასეთ საინტერესო გარემოში ჯერ და ასეთ საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ. მე ვსაუბრობდი იმ მცენარეებზე, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი ჰაერის გაფილტრაში მავნე ნივთიერებებისგან, ტოქსინებისგან, რომელსაც შეიძლება ჩვენი საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ასე შემდეგ გამოყოფდეს. მოდი დავიწყოთ საუბარი ამაზე, რომელი მცენარეები არიან ესენი და რომელი მცენარეები შეიძლება განვათავსოთ სახლში იმისთვის, რომ ეს მავნე ტოქსინები შთაინთქას. დილამშვიდობისა, პირველ რიგში მადლობა მოგზაურობისთვის და ძალიან საინტერესო თემა გვაქვს მართლა. ძალიან ბევრი სამეცნიერო კვლევა არსებობს ამასთან დაკავშირებით. უამრავი მცენარე არის, რომელიც არის ძალიან სასარგებლო, მაგალითად, აი სპატიფილუმი, ამას ქალთაბედნიერებასაც ეძახიან, ძალიან საინტერესო მცენარეა და NASA-ს კვლევებიდან დაწყებული ძალიან ბევრი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს იმას, რომ ამ მცენარეს შეუძლია მავნე ნივთიერებების ჰაერიდან, ქიმიური მავნე ნივთიერებების ჰაერიდან გაფილტრვა და ასე ძალიან სასარგებლო არის მათ შორის. ეს ყვავებულია, ხო? კი, ეს ყვავილია, ძალიან ლამაზად ყვავის. არა მარტო სპატიფილუმი, არის ძალიან ბევრი სასარგებლო მცენარე, რომელიც ასევე ჟანგბადს გამოყოფს, მაგალითად ეს სანსევიერები ძალიან ყველასთვის ცნობილი არის. ეს მცენარეც და ასევე ჰაერის წმენდაში ჩემპიონი, ასე ვთქვათ, არის ქლოროფიტუმი, რომელიც ყველასთვის ნაცნობი არის და გემახსოვრებათ 90-იანებში ძალიან ბევრგან იყო და ყველას ოჯახში ჰქონდა თითქმის ეს მე ესეთ შვილებს იკეთებს ტოტებს. კი, ეს გრძელი, უფრო დიდი ხდება და ძალიან კარგად ფილტრავს ჰაერს და ძალიან სასარგებლო მცენარე არის სახლში. ამათი განთავსება შეგვიძლია ალბათ უფრო მისაღებ ოთახში, ხო? სადაც უფრო ესეთი და სამზარეულოშიც კი, ხო? სადაც საყოფაცხოვრებო ტექნიკა არის ძირითადად მობილიზებული და შეგვიძლია რომ მათგან გამოყოფილი მავნე ნივთიერებები შთაინთქას. კი ბატონო, უბრალოდ მცენარეების განთავსების დროს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის განათება, იმიტომ რომ იმის გარდა რომ მცენარემში თანთქას სიტყვაზე რაღაც ნივთიერებები, თვითონ მცენარესაც უნდა შეუქმნათ კომფორტული პირობები, რომ იარსებოს კარგად, შესაბამისად, აუცილებელია რომ მცენარეს ხვდებოდეს კარგი განათება, ეს არის პირველ რიგში და გააჩნია რომელი მცენარე იქნება ეს. სანსევიერა მაგალითად არ არის იმდენად მომთხოვნი განათებასთან დაკავშირებით, ხოლო აი უნდა შევარჩიოთ უფრო მცენარიდან გამომდინარე, სად განვათავსოთ ისინი. კი ბატონო, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ამ მცენარეებს, რომლებსაც დავასახელეთ, აქვს კარგი უნარი მავნე ტოქსინების შთანთქმის, ხო? აქედან გამომდინარე, ხომ არ უნდა გამოვიჩინოთ საფრთხე მათთან ურთიერთობისას, ან ჩვენ, ან კიდე ბავშვებმა, ან იმ ადამიანებმა, რომლებსაც სახლში შინაური ცხოველები ან ესე ვთქვათ, რაღაცა შინაური ცხოველები ჰყავს. ნახეთ, საინტერესო ფაქტი. მცენარეები, რადგან შთანთქავენ მავნე ნივთიერებებს და გადაამუშავებენ მათ, ამის გამო ისინი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, რადგან გადაამუშავებენ ამ ნივთიერებებს და არაფერი მავნე მათში არ რჩება, მაგრამ არსებობს მცენარეები, რომლებიც არის ტოქსიკური, როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველისთვის, მაგრამ ამ მცენარეებში, აი ტოქსიკური მცენარეები, მაგალითად ალოკაზია არმა იგივე ან მონსტერა, ან თუნდაც ეს სპატიფილუმი, ქალთაბედნიერება, რომელიც წეგან ვახსენეთ, უბრალოდ ერთადერთი რაღაცა არის, ანუ ტოქსიკური არის მხოლოდ მაშინ თუ ფოთოლი მოხდება, ანუ მომნელებელ სისტემაში, ანუ თუ შევჭამთ ფოთოლს შესაბამისად, თუ ანუ ჰაერში რომ რამე გამოყოს, ასეთი მცენარეები არ
არ არის. და ის ტოქსიკური მცენარეები, რომლებიც შეიძლება მაინც და მაინც რომ არ ყავდეს სახლში, არ არის რეკომენდებული, ან უბრალოდ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის მათთან დაკავშირებით. კი, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, მაგალითად არის საჭირო ალოკაზიასთან, იგივე არმა, ასევე დიფენბახიასთან, რომელიც არის ძლიერ ტოქსიკური, უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვმა ან ცხოველმა არ შეჭამოს, ან ასე შემდეგ, თუ არ შეჭამს ეს მცენარე, თუ გვაქვს უბრალოდ სახლში არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს არანაირად და სხვა მცენარეები არიან ისეთი მცენარეები, რომლებიც აბსოლუტურად არატოქსიკურები არიან ცხოველებისთვისაც და ადამიანებისთვისაც, ცხოველმა რომც შეჭამოს. ეს არის მაგალითად აი ეს იგივე ქლოროფიტუმი, რაზეც ვისაუბრეთ, ასევე ყველა სახეობის კალათეა და მარანტა, კალათეები საკმაოდ არატოქსიკური მცენარეებია, ასევე არიან გვიმრები, აი ეს მცენარეები, ეს მაგალითად ვენერას თმა არის, ხო, გვიმრების ძალიან ბევრი სახეობა არსებობს, 15000-ზე მეტი. ესეც გვიმრა არის და ბევრი სახეობაა ძალიან. ანი, არსებობს ასეთი მოსაზრება და არ ვიცი რამდენად მართალია მითია თუ რეალობა, რომ საძინებელში ღამით არ უნდა დავტოვოთ მცენარეები, იმიტომ რომ ისინი მოიხმარენ ჟანგბადს, ხომ? ეს რამდენად შესაბამება სიმართლეს და მართლა უნდა გავიტანოთ ხოლმე თუ არა საძინებლიდან მცენარეები. ჩემი საყვარელი მითია და ძალიან ხშირად საუბრობ ამაზე. მოკლედ, რადგან ბიოლოგიიდან უმეტესობა ადამიანებმა იციან, რომ მცენარეები ღამე დღისით გამოყოფენ ჟანგბადს, ხოლო ღამე შთანთქავენ მას და გამოყოფენ ნახშირო ჟანგს, ამიტომ გონიათ, რომ მცენარე თუ დილით გამოყოფს ჟანგბადს, ესე იგი ღამე იმდენს შთანთქავს, რომ თუ მცენარეებით მაგალითად გავავსეთ ოთახი, შეიძლება დაგვახშოს, თავი აგვატკიოს, ან ასე შემდეგ. რეალურად კვლევებით დადასტურდა რა. მცენარეები რეალურად მოიხმარენ ჟანგბადს ღამის განმავლობაში, უბრალოდ მოიხმარენ რამდენიმე მოლეკულას, ანუ ძალიან მცირე რაოდენობას. რეალურად აი დაახლოებით რომ შედარება მოვახდინოთ, მცენარეებმა რო შთანთქონ იგივე რაოდენობის ჟანგბადი, რასაც მაგალითად +1 ადამიანი ოთახში შთანთქავს ღამე, უნდა რაღაცნაირად მოახერხოთ და 10000 ფოთოლი მცენარე, ანუ 10000 ხე უნდა ჩავდოთ სახლში, ოთახში და ისიც იმდენ ჟანგბადს ვერ მოიხმარს, იმაზე მეტს ვერ მოიხმარს, რამდენსაც მაგალითად ერთი ადამიანი და ღამით ხომ მაგალითად ჟანგბადს ნაკლებად გამოყოფენ, არ გამოყოფენ უბრალოდ მცენარეები, თუმცა თუ არსებობენ მცენარეები, რომლებიც ღამითაც გამოყოფენ ჟანგბადს და შეგვიძლია მაგალითად საძინებელში გქონდეს ესეთი მცენარეები. კი, არიან ესეთი მცენარეები, მაგალითად აი სანსევიერებზე ხშირად ხსმენიათ ალბათ, რომ ეს მცენარე სასარგებლოა ძალიან საძინებელში და რატომ? იმიტომ რომ აქვს შებრუნებული სუნთქვის ტიპი და ღამე გამოყოფს ხოლმე ჟანგბადს. ესე გამოყოფენ მაგალითად იგივე კაქტუსების, სუკულენტები, ანუ ბარაქის ხეც მათ შორის, ღამე უფრო გამოყოფს ჟანგბადს, ვიდრე დღის განმავლობაში, იქიდან გამომდინარე რომ უდაბნოში ცხოვრობენ და მათი ადაპტაციის გამო მოხდა ესე, რომ ღამე იწყებენ სუნთქვას, რადგან დღისით რო ეს პროცესი გააკეთონ, მზე დაწყვავთ მათ. ამიტომ ეს მცენარე არის ძალიან სასარგებლო, კი. ერთი კითხვაც მინდა რომ დაგისვა აუცილებლად, ახლა მოდის ისეთი კარგი სეზონი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზაფხული მოდის და განწყობას ამაღლებს და ასე შემდეგ, თუმცა ზაფხულს აქვს ერთი ძალიან ცუდი თვისებაც, იმიტომ რომ მწერები მრავლდებიან, პარაზიტები მრავლდებიან და მე მინდა გვაჩვენო ახლა ის მცენარე, რომელიც აქტიურად ებრძვის ამ პარაზიტებს და ჩვენს მაყურებელს ერთი პატარა ექსპერიმენტიც შეგვიძლია შევთავაზოთ, რამდენად კარგად მოქმედებს ის. რა არის ეს მცენარე, რომ ეს მცენარე არის დიონეა, წერიჭამია მცენარე, წერიჭამიების 300-ზე მეტი სახეობა არსებობს, თუმცა არსებობენ წერიჭამიები, რომლებიც მაგალითად იკვებებიან ბუზებით, აი მაგალითად ეხლა რო გაჩვენოთ, ეს არის ბუზი, რომელსაც ასე ვთქვათ, შეჭამს ეს დიონეა. აი მე რასამბო. ანუ ესე ხელოვნურად გავაწოდეთ უბრალოდ ჩვენს ტელემაყურებელს, კოღოებმა და ბუზებმა სახლში თავი შეგიძლიათ შეიძინოთ აი ეს ყვავილი, რომელიც შთანთქავს ასე ბუზებს. მე სადმე აქვს ეს ბუზი, სადმე ის? წერიჭამია მცენარეები ზოგადად ინელებენ ამ მავნე მწერებს და ამითი იკვებებიან, რადგან ბუნებაში ისინი ჭაობებში იზრდებოდნენ და ჭაობებში არ იყო ნოყიერი ნიადაგი, ამიტომ ასე ადაპტირდნენ გარემოსთან, რომ დამატებით ჭამენ სხვა, ასე ვთქვათ, მწერებს და ესე მავნე გერანები შევნიშნი აქ ბალბები კიდევ, რომელიც არის ჩემი ბავშვობის მცენარე, იმიტომ რომ ბებია ჩემს უყვარდა ბავშვობას მახსენებს მართლა ეს მცენარე და ყოველთვის ასე ფანჯრის რაფაზე ფოტოსურათივით, კადრივით მახსოვს ეს მცენარე. რა განსაკუთრებული თვისება აქვს ბალბებს?
ბალბები შეიცავენ ზოგადად ეთერზეთებს და არსებობს მოსაზრება, რომ ისინი ვირუსებს და ბაქტერიებს ებრძვიან, ამიტომ როდესაც განსაკუთრებით ეს ვირუსების პერიოდია ხოლმე, სახლში ეს ბალბები ყავთ და კარგია ხოლმე. ასევე ბალბას ნაკლებად ეტანება მწერები, სხვადასხვა მწერები და დაავადებები, იშვიათად ყავს ხოლმე ბუგრი მაგალითად. კი, ამიტომ კარგია თუ სხვა მცენარეებთან ერთად ესე ჩავრგავთ ხოლმე, ჩავდებთ ხოლმე ქოთნებით. თან სულ ყვავის თითქმის თბილისის კლიმატზე უკვე ბოლო პერიოდია უძლებს ზამთრის ყინვასაც ჩვეულებრივად გარეთ თუ არ არის ქარიანი ადგილი ოღონდ და შეგვიძლია ეს აივნებზეც ძალიან კარგად ხარობს და იმდენად ალამაზებს გარემოს სულ მოყვავილია თან უპრეტენზიო მცენარე არის ამიტომ ძალიან კარგია თუ სახლში გეყოლება. აუცილებლად ბოლო კითხვაც უნდა დაგესვა იმ მცენარეებზე რას გვეტყვი რომელიც მაგალითად საბაზონოში შეგვიძლია განვათავსოთ აი ნესტის ამტანი მცენარეები რომლებია იმიტომ რომ ძალიან ლამაზია ჩემი აზრით ასეთი საბაზონო სადაც სიმწვანე და სიხალისი არის შეტანილი. კი თანამედროვე ტრენდია განსაკუთრებით აბაზანაში მცენარეების შეტანა არიან მცენარეები მაგალითად გვიმრები საკმაოდ ამტანია ტროპიკული მცენარეების უმეტესობა როგორც არის მაგალითად ჰამედორიები პალმები ეს პალმასთან ცხოველებისთვისაც უსაფრთხოა კი ბატონო უბრალოდ გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი პირველი ის რომ ისე ახლოს არ უნდა მოვათავსოთ აბაზანასთან რომ შამპუნიანი და ქიმიანი წყალი არ ხდებოდეს და მეორე ფაქტორი აუცილებელი არის განათება იქიდან გამომდინარე რომ აბაზანების უმეტესობას არ აქვს კარგი განათება ასეთი მცენარე არის კიდევ ერთი ასპიდისტრა რომელიც საკმაოდ ამტანი არის ამ ჩრდილიან გარემოებში და ტენიანშიც უბრალოდ აქვს აქ ის მცენარე რომელზეც საუბრობთ ამ ეტაპზე არ გვაქვს მაგრამ ძალიან მარტივი მცენარე არის რომ გულს იცძებნება ხელოვნური განათება შეგვიძლია დავუმონტაჟოთ იმ ადგილზე სადაც ხელოვნური განათებაც ნამდვილად შეგვიძლია დავუმონტაჟოთ და უპრობლემოდ გვექნება ნებისმიერ სივრცეში კი ბატონო, ani უღრმესი მადლობა ესეთი საინტერესო რჩევებისთვის. მართლა ამოუწურავი არის მცენარეთა სამყარო და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ გესტუმრებით და ასეთ საინტერესო რჩევებს და ინფორმაციებს გაგვიზიარებთ მცენარეთა შესახებ. ასეთი იყო კვირის სარჩევი, დავემშვიდობები მე ჩემს ტელემაყურებელს, რა თქმა უნდა, ერთი კვირით და იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ და სასარგებლო რჩევები მიიღეთ. ანა ძალიან დიდი მადლობა შენ და შენს მასპინძელს ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი რჩევებისთვის და თან არაჩვეულებრივ გარემოში იმყოფები ნამდვილად კეთილი შურით გშურს ჩვენც იცოდე მაგრამ აუცილებლად ვესტუმრებით მადლობა ანას მადლობა და დავფიქრდე ესე იგი ყვავილების ქონის აუცილებლობაზე ხო რამდენი ხანია გეუბნები რა სის შიგნით და მე მგონი გადაწყდება ეგ ამბავი დავფიქრდე მაგრამ სუგრიკა უნდა მოარიდო რაღაცეებს მოერიდება თვითონ მე ხო ვიცი ისეთი ჭკვიანი მყავს ან ვერ მიწდება უბრალოდ შეიძლება მოკლედ მიუხედავად იმისა რომ მარიამ როინიშვილი ძალიან ესე იგი საპატიო მიზეზი აქვს რომ ჩვენ სხვებით დროებით არ არის ის ორგზის დედა გახდა და კიდევ ერთხელ ვიმოცავთ რა თქმა უნდა ჩვენ მუსიკალურ რუბრიკას მაინც გავაგრძელებთ და თუ როგორ და რანაირად და ვინ შეცვლის მარიამ როინიშვილს მუსიკალურ რუბრიკის ავტორს ამას რეკლამის შემდეგ გაიგებთ ასე რომ დაგველოდეთ და რა შემოაგდო ბაჭო მხედავთ ხო რომ აუცილებლად ჩვენთან ერთად უნდა იყოთ გავბრუნდით პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთხელ დილამშვიდობის მათ ვინც ახლა შემოგვიერთდით და თქვენ უკვე ხედავთ ვისთან ერთად შემოგიერთდით ასე დაგიბრუნდით ასე განსხვავებულად და ეს ინტრიგა რომელიც ბაჭომ შემოაგდო ხედავთ რა ღირდა თამიკო დილამშვიდობის ძალიან ბრელა მინდა გითხრათ მართლა არასდროს ასე არ მიღებია როგორც დღეს არ ვიცი რაღაცა ორმაგი ფუნქცია ხო ალბათ რაღაცა გარკვეულად აუცილებლად ვიყურებს მარიამი და მოვიკითხავთ მარიკუს რა მიზეზის გამოც მარიამი დღეს არ არის მე მინდა რომ ეს ყველაფერი ვისურვო მთელი საქართველოსთვის ბევრი რაც შეიძლება მეტი იყოს ასეთი სასიხარულო დღეები მატება საქართველოში და მინდა ვუსურვო ყველა ოჯახს ღირსეული შვილების გაზრდა და მხოლოდ მაშინ გაიზრდებიან ღირსეულად ბავშვები თუ ეს ყველაფერი იქნება მშვიდობიან საქართველოში იმიტომ რომ სხვაგვარად ცოტა რთულია, მაგრამ მაინც მიხარია ძალიან რომ არსებობენ
ოჯახები და არაერთი ოჯახი, რომელიც სწორედ რომ მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, მიუხედავად ბევრი უსამართლობისა, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება, მაინც ახერხებენ რომ ღირსეული შვილები გაზარდონ და ეს ჩემთვის პირადად ახლა მაგალითად აი ეს ახალგაზრდები, რომლებიც მართლა რაღაცა ფარად დგანან, რაღაც საოცრებებს აკეთებენ, ეს ახალგაზრდები ცოტა ხნის წინ ძალიან პატარები იყვნენ და როგორც ჩანს, აი მართლა ღირსეულად ზრდიდნენ, მართლა ღირსეულად ასწავლიდნენ იმ ნამდვილ ისტორიას, რომელსაც ჩემ თაობაში დამეთანხმეთათია, ჩვენს თაობაში არ ასწავლიდნენ საქართველოს ისტორია, იყო რაღაცა ისეთი ტყუილებით სავსე, ჯერ ძალიან ცოტა დრო ეთმობოდა. ცოტა საბჭოთა კავშირის ისტორია უფრო იყო, ვიდრე საქართველოს ისტორია. და თან საქართველოს ისტორია ძალიან ცოტა დრო ეთმობოდა და უბრალოდ ის არ იცოდნენ თუ რა თქმა უნდა ამას ოჯახები არ მიეხმარებოდნენ, ამას არ ვთქვათ ინფორმაცია, იგივე თუნდაც წიგნი, რომელიც მიუთითო რა წაიკითხოს და ეს ბავშვები როგორი მომზადებული კაცები და ქალები დამდგარან თურმე დღეს და მე კიდევ ერთხელ მინდა რომ აი იმ ადამიანებს ცალკე ვიტყვი რა თქმა უნდა პატიმრებზე რომლებიც არ შემიძლია რომ არ თქვა, მაგრამ ადამიანები რომლებიც აი ესე შეუპოვრად დგანან დღე და ღამე ამინდის მიუხედავად, მათი მუცლელობის მიუხედავად, აი ეს დგანან უბრალოდ აი მათი სამშობლოს რაღაცნაირად აი დარაჯებად, ხო, აი დარაჯებად. მე კი ამ ბაჩო იმ თაობას არ ეკუთვნის სხვათა შორის. აი ერთად უნდა ვიამაყოთ, იმიტომ რომ ჩვენ აი თითქოს რაღაცა უკან დაგვიყენეს მათ და ისინი წინ მიდიან. არა ესე არ არის რაღაც. საოცარია, ეს უნდა გულისხმობს სტუდენტებზე და ძალიან დიდი პატივისცემა ჩემი, სოლიდარობა და დიდი რაღაცა საოცარი მოკრძალება იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღეს საპატიმროდან გვიყურებს და მე მინდა რომ მათ უთხრა რომ მე და არა მარტო მე თქვენით ვამაყობთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა უცნაური ფრაზა მესმის ხოლმე, იცი, ნუ რა გახადეთ გმირებად. არის ეს ფრაზები სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, რომ უგუნურებისგან მოსული რა რაღაცნაირად ეს ამოთქვა. არა, მე გეტყვი, იცი რა, ის რომ ისინი დააპატიმრეს, ეს არ არის გმირობა. გმირობა ის არის, როგორ არ დაწყდნენ ესენი და როგორ მედგრად, როგორ შეუპოვრად დგანან და როგორ ვერ გატეხეს ვერც ერთი მათგანი, მიუხედავად იმისა, რომ უბრალოდ მორევში არიან, უსამართლობის მორევში არიან, ხო? ეს ადამიანები და მე არ ვიცი, აი საოცრად, აი ეს არის გმირობა ზუსტად და დიახაც რომ გმირები არიან და მე მინდა უბრალოდ თქვა, რომ ბაჩო არ მიწყეს, მე რომ თქვა, რომ რაღაცა განსაკუთრებულად აღფრთოვანებული ვარ ქალებით. იმიტომ არა, იმიტომ რომ არა მარტო დედები არ დგანან, და მარტო დედები არ აპროტესტებენ, იმიტომ რომ იქ დგანან მეუღლეები, დები, ახლობლები, მეგობრები და ისინი რომელიც უბრალოდ არ ციცნობენ ამ ადამიანებს, მაგრამ უსამართლობას ებრძვიან და ქალები უბრალოდ შეუპოვრები არიან, საოცრებას აკეთებენ. მე რა თქმა უნდა, ეხლა როგორც რიგითმა მოქალაქემ ეს ჩემი მდგომარეობა, პოზიცია, ეს ყველაფერი რომ არ ასე ვთქვათ, გამომეხატა, არ შემეძლო ყოველთვის მინდა ხოლმე რომ რაღაც ვთქვა, მაგრამ იცი აი ხელოვნებაში მოგეხსენებათ როგორც ხდება ყველა ხელოვანი რაღაც გარკვეულ მოვლენას აუცილებლად თავის შემოქმედებაში სადღაც აღწერს, არ შეიძლება რომ არ იყოს და ეს არის ისტორია, მე რაღაცნაირად სწორედ იმ ეპოქის, იმ პერიოდის, იმ რაღაცა იმ გაუსაძლისი ზოგჯერ და ძალიან უსამართლო მონაკვეთისა მათი ცხოვრების, რომელიც ზოგადად ეხება იგივე თუნდაც მათ ქვეყანას და მე არ შემიძლია აი უბრალოდ არ თქვა რომ არ გავიხსენო კომპოზიტორი ქალები, რომლებიც იყვნენ, ნუ არ ვიცი მათი დაწერილი, მათი შექმნილი სიმღერები საქართველოზე ჩემთვის არის უბრალოდ მაგალითი იმისა, რა ვაჟკაცი დევს და რა ვაჟკაცური სული აქვს თითოეულ ქართულ ქალს. რა ვიცი, აი ნუნდუღაშვილის სიმღერები გავიხსენოთ თუნდაც, ხო? ნებისმიერი და ქართულ მიწავ თუნდაც როგორი საოცარი სიმღერებია. რა ვიცი, ძალიან ბევრი კომპოზიტორი, მაგრამ რუსულ ნასების კვერაძის სიმღერები მახსენდება. მე მინდა რომ უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს ძალიან კარგად ახსოვს ის, მაგრამ ნაწყვეტის სახით, თუ პატარა ფრაგმენტის სახით რაღაცა სხვანაირად არ ვიმუხტებით და აი ერთად მოვისმენოთ თუნდაც რუსულ ნასების კვერაძის აი ასეთი შემოქმედების ამ ეს ნაწილი. გვაქვს საშუალება? ყველაფრის საშუალება გვაქვს. დიახ. როგორც ვარსკვლავ მიწის
ალბათ ჯობდა რომ ეს ბოლო სიმღერა მე ჩემი ასე ვთქვათ ბრალია რომ პროდიუსერებს არ უთხარი ეს უკვე ბოლოს მინდოდა მეჩვენებინა როგორც სიმღერა რომელიც მომესმენინებინა მაყურებლისთვის როგორც რაღაცნაირი აი მედრება და თხოვნა ალბათ რომ ქართველების ერთად ყოფნა დაგვილოცა ღმერთო და ეს კიდე ჯერ კიდევ როდის სიმღერა გოგიმ და ზურამ ჟავიასაც არ შემიძლია მადლობა არ უთხრა ბევრი ისეთი სიმღერებისთვის თუნდაც ხმალი ავრესოთ ქართველებო და ასე შემდეგ. ეხლა მინდა მე ერთი ძალიან კარგი პატაწინა გოგო მოვიწვიო ჩვენთან სცენაზე ესე საგულდაგულოდ სცენაზე სადაც ის იმღერებს ეთერჭელიძის სიმღერას რომელიც აქ ემღერება გულს და მასზე მე აი სულ რაღაც მინდა რომ თქვა აი ამას დავიხმარებ საინტერესო ამბავი ცოტა მოგვიყოს რაღაცაში აქ საქმე ბაჭო რაღაცაში და იმ რაღაცაში რომელიც ძალიან მონატრებული გვაქვს ჩვენ მოვისმენთ და თან ძალიან მნიშვნელოვან რამესაც გვეტყვის თამრიკო ბატონო არაჩვეულებრივ ხანგებს მოდი ახლა მეტაშენ დავსწრეთ, იმიტომ მე ირაიდას დიდიკოსგან ავიღე ნებართვა, რამდენად შეიძლებოდა რომ ირაიდა მჯდარიყო ჩემთან, მოდი იქ დაჯექი. დაჯექი, ლურჯ სკამზე დაჯექი. ირაიდა გახლავთ კასრაძე. თუ ახლა რაღაც ამ ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად გაჟღერდა ეს გვარი სხვა გვარებთან ერთად. იმ ირაიდა რაღაცა უცნაური შეიძლება ბედი ერგო, იმიტომ რომ ის იმ სტატუსის მატარებელი გახდა, უნდოდა თუ არ უნდოდა, ვისაც პატიმრის შვილი ქვია. ირაიდა არის ვეფხია კასრაძის შვილი.
და სწორედ რომ რაღაცა ბევრი რამ მინდოდა მეთქვა და მე მისი დედიკოსგან ავიღენებათ, მაგრამ მან თქვა რომ ამან ყველაფერი იცისო. ამიტომ შეგიძლიაო, რა ვიცი, თუ რამე გინდათო თქვა, რომ მე არ არის პრობლემაო და ამან იცით როგორ გული შემიკუმშა, იმიტომ რომ ამან ყველაფერი იცის. ანუ მე ალბათ ვიტყოდი რომ ჯობია ასე ვთქვათ, კი ბატონო, თუ პატიმრის შვილია, უკანონო პატიმრის შვილი უნდა ითქვას და სხვა არა. რეჟიმე უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანის და ძალიან არ მინდოდა რომ მას ეს ბატონო, აბა მიხარი ნახე? კი ბატონო. და იცი, ეს არის ბავშვი, რომელიც არის 12 წლის. და უკვე თითქოს ჩემ თვალწინ და ჩვენს თვალწინ და ყველას თვალწინ ეს ბავშვები გაიზარდნენ. ძალიან გადიდნენ უკვე, უნდათ თუ არ უნდათ დაღვინდნენ ეს ბავშვები და ეს პატარა გოგო მე ვფიქრობ რომ კრებითი სახეა იმ შვილებისა, რომელთა მამებიც ეხლა ციხეში შედან და ციხეში კი არა იმ საპატიმროში და ყოველთვის ოდესაც სასამართლო როგორ უნდა და როგორ მიდის იმის სანახავად რომ მამა კიდევ ერთხელ დაინახოს. ეს არის უმძიმესი რამ, რაც ჩვენი ცხოვრების და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს ჩაიწერება ყველაზე ერთ-ერთ ყველაზე შავ ლაქად ალბათ აი ამ მონაკვეთის, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად მინდოდა მათთვის მეთქვა რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც აი ესე უნამუსოდ და ესე უპატიმროდ, ესე რაღაცა უპატიებელია ნამდვილად მათი საქციელი, რაც ესე ამ პატიმრებთან დაკავშირებით აქვს და გაკეთებული თითოეულ მათგანს და ჯერ კიდევ რომ დიდ გულზე არიან და როდესაც ფიქრობენ რომ ხო, რა თქმა უნდა დააშავა, ხო, დააშავა ვიცით რას ნიშნავს და ნამდვილი დანაშაული ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მაშინ როდესაც ბრალეულობა არ უმტკიცდება და ესე იგი დანაშაული არ არის, მაინც ციხეში არიან. როგორ გინდა აუხსნა ირაიდას რომ ხო იცხოვრე ამ ქვეყანაში, იცხოვრე და ყველაფერი კარგად იქნება. აი ამიტომ დგანან ესენი, ამიტომ არიან ესე შეუპოვრად ქუჩაში ამდენი ადამიანი და არ წყდება ეს ყველაფერი. ამან არ უნდა განიცადოს ამ პატარა გოგო მის განცდა, რასაც ქვია ზოგჯერ მართული ადამიანების მხრიდან, თუნდაც იმის თქმა რომ არა მასთან არ ითამაშო და არის ეს იცით თქვენ. მე მინდა ვთქვა რომ ვეფხია ყასრაძე აი ზუსტად იქიდან დავიწყე რომ ნუ შერაცხავთ გმირებათო. თავად არის ესეთი ადამიანი და ესეთი მოკრძალებული, რომელიც არავითარ შემთხვევაში ამას სხვას არ ათქმევინებს რომ გმირი არის და მინდა გითხრა რომ მართლა არანაირი პრეტენზია არ აქვს, ერთადერთი მე ვიტყოდი, უბრალოდ მე ჩემი მხრიდან რაც მე ბევრი რამ ვიცი და სხვათა შორის ვიცი ერგნეთელებისგან, იმიტომ რომ მას ეს ჯერ კიდევ ომის ვეტერანია 90-იანი წლებიდან მიხვდით და მე უკვე როგორ ეს ეროვნულ მოძრაობაში იყო ყოველთვის ჩაბმული ეს ადამიანი და სადაც მრავალმხრივად იჭერა ამავე დროს თან წარმოიდგინეთ აი კაცი რომელიც სამსახიობო ხელოვნებასაც ხო და თან ანუ ჩვენ გვითამაშია ერთად თქვენ გვითამაშიათ ერთად ამიტომ აი წარმოიდგინე ხო ესეთი ბუნებაც აქვს იმ ადამიანს და კაც რომელსაც ვენახი უყვარს, კაც რომელსაც მიწა უყვარს, თავისი ქვეყანა უყვარს და მაშინ როდესაც იბომბებოდა ერგნეთი, ის მარტო კი არ იყო, ის თავის თანა ასე ვთქვათ, სოფლელებთან ერთად ძალიან ბევრი და მე ვფიქრობ, რომ მართლა გმირობა ჩადიოდა, იმიტომ რომ დედა და დაჭრილი ყავდა. წარმოიდგინეთ და იმათთან ერთად კიდე სხვები გამოყავდათ, შებრუნდებოდნენ კიდევ გამოყავდათ და რაღაც ფრაზები ითქვა, იცით, აი მართლა ნაყიდი ადამიანების, ოღონდ რამდენად ნაყიდი ეგ მე არ ვიცი. აი რა გადაუხადეს თუნდაც იმაში, რომ კარგით რა გმირებათ ნუ შერაცხავთ. არავინ არ შერაცხავს, გვია თვითონ უკვე თავისი საქციელით ის ადამიანი, რომლებიც საქართველოს სადარაჯოზე ასეთ განან და დღეს ამ მდგომარეობაში არიან და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც არ ტყდებიან. აი ეს არის ჩემთვის კიდევ ამბობ გმირობა და ამ კაც ძალიან დიდი დამსახურება და მე ერგნეთელებს მინდა მივმართო, რომლებსაც იყო ასეთი შემთხვევა სხვათა შორის ძალიან იმოქმედა ჩემზე, როდესაც საშობაოდ ბავშვები მოემზადნენ, რომ მათთან ალილოზე უნდა ჩამოევლოთ, მაგრამ არ გააკეთეს. ყოჩახ ძალიან დიდ შეცდომაში ხართ შეყვანილები და მე მინდა რომ სულ რო არაფერი იყოს, სულ რო არაფერი გაეკეთებინა, უბრალოდ
უსამართლოდ დაჭერილია დღეს ეს ადამიანი, ისე როგორც მისი ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა დარწმუნებული ვარ ჩვენ გვიყურებს. ყველა უსამართლოდ არიან, ამას მაინც როგორ ვერ ხედავთ და შეიძლება ასე მოექცენ მის შთამომავლობას არავითარ შემთხვევაში ამის გაკეთება. მე მგონია რომ უბრალოდ არ შეიძლება ეს მე არავის ჭკუას არ ვარიგებ, უბრალოდ ჩემ დამოკიდებულებას ვავლენ. მე მინდა უბრალოდ ჯერ შეიძლება გავიგო რამდენი მაქვს დრო პროდიუსერისგან რომ გვაქვს 10 წუთი კიდე გვაქვს. ხო და აი იცით ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ მე ვხედავ როგორ დგას ყველა ქალი და რას გულისხმობს ირაიდა და მის ცითანატოლები. თუნდაც იმ სტატუსის მქონე ბავშვები, რომელსაც დღეს აი ესე პატიმრის შვილებს ეძახიან, თავიანთი დედების მაგალითზე იზრდებიან და როგორ იზრდებიან ადამიანს, რომელსაც არც ოჯახი ავიწყდება და აი დღე და ღამე აქციებზე დგას. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი მეუღლე, მისი შვილების მამა გაათავისუფლოს, ხო? და რაღაცნაირად, გაათავისუფლოს, ცოტა ისეთი სიტყვა, ბოლო სიტყვა ის გაათავისუფლოს, მაგრამ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ხო ეს ბავშვები ამ მაგალითზე იზრდებიან, ამ ქალების მაგალითზე იზრდებიან. ლიკა გუნცაძე, რომელსაც მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შეეძლო აი მსგავსი რამ ამხელა ენერგია ქონია თურმე. აი ამ ბიჭების მშობლები, რომლებიც აი მე ყველა სათითაოდ მინდა რომ იმ ქალებს ძალიან დიდი მადლობა უთხრა იმისთვის რომ აი ასეთ მაგალითებზე დიახ თქვენ მაგალითებზე გაიზრდებიან აი ესეთი ბავშვები და ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები და ჩვენ მე ამას ყველაფერს მოუყვებით როგორც ამბავს უსამართლობისა, როგორც ამბავს დაუნდობლობისა, როგორც ამბავს ძალიან არ დიდია და არა ადამიანურობისა, მაგრამ ჩვენ მაინც ერთად უნდა ვიცხოვროთ და ეს ქალები ამასაც აკეთებენ სხვათა შორის რომ ზიზღს არ თესავენ აი ამ ბავშვებში. ესეც ძალიან დიდი გმირობაა. მაგრამ ეს ამბავი იქნება ამავდროულად რაც ჩამოთვალეთ ყველაფერთან ერთად გამარჯვებისა. რა თქმა უნდა. მე ამაში ეჭვი არ მეპარება ეს არა. და ეს რაღაცნაირად ზღაპრად გაგვახსენდება. კი, ზღაპარი, მაგრამ ხო გეუბნებით ძალიან ბევრი რომელიც აუცილებლად კეთილად დამთავრდება, როგორც ყველა ზღაპრის ბოლო. კეთილია ეს ასე იქნება და კიდე რომ გაიზრდები, კიდე უფრო მიხვდები რა რჩეულ ოჯახში და რა ბედნიერება ესეთი მშობლების შვილი რო ხარ. კი, ნამდვილად და მე რა omღაც დარწმუნებული ვარ რომ ახლა უყურებ, იმიტომ რომ ვიცი რომ თქვენ აქვს უყურებ. მე დარწმუნებული ვარ რომ სიყვარულს უწვით და სულ პატივისცემას და სულ ჩვენს თანადგომას ხოვარი კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მეამაყებით თქვენ გვეამაყებით რომ ასეთები ხართ და დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი ისე კარგად იქნება. ხა ირაიდა რადგან ყველაფერი იცისო და ყველაფერი საქმის კურსია. ხო, ალბათ ვიყურებს შენი მამიკო. მინდა რა მეუთხრა? კი, მოდი აბა უთხარი. სად არის? აბა ერთი წუთი მიკროფონი უნდა შევეშვილოთ ირაიდას თუ შეიძლება. ვინ დაგარქვა ეს სახელი? სხვათა შორის მაინტერესებს. დედამ დაგარქვა? ხო. სხვათა შორის ირაიდას დედა არის უკრაინელი და მისი ალბათ გასმაგებულია ქალბატონის დღევანდელი განცდები ცხოვრება. აი ეს რაღაცა საოცარი ემოციები რაც მას ახლავს ამ ქალს, ნუ არ ვიცი როგორ ახერხებ. მთელი სანათესაო იყავს ქალბატონ ელენეს და მაინც ესე მედგრად დგას. აბა მითხარი, ჩართულია მიკროფონი? ხო, უთხარი, აი გიყურებს შენი მამიკო თუ შეიძლება. რაც გინდა ის უთხარი. შეხვეცი, აი ესეთი მხიარული სახით. ხო, აქ ემღერება გულსო და მე მინდა ვეფხიას უთხრა რომ დიახ ვეფხია ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ თქვენს შვილებს ემღერებოდეთ. მით უმეტეს რომ იმ ადგილზე აქ არის ჩემი მთაწმინდა ამბობს, აქ დგას დედა ქართლისა, დიახ, ზუსტად ეს ის ტერიტორია, სადაც დღეს დიდი შეუპოვრობა მიდის ხალხისგან სამართლიანობისთვის ბრძოლას გულისხმობს და მოდი ვაჩვენოთ თუ შეიძლება ახლო კადრით ახლა ირაიდა და რომელიც ეთყვის თავის მამას უკვე მეღო. აბა აი ამ კამერაში უთხარი მამიკოს. მამი, მიყვარხარ მინატრები ძალიან და იმედი მაქვს რომ მალე გნახავ თავისუფლებაზე შენ და ყველა თქვენგანს. ყველაფერი კარგად იქნება. შენ გინაცვალებე. მე აუცილებლად ასე იქნება. როდესაც ამას ეუბნება თავის მამიკოს ბელას ეხება ეს თან. და დარწმუნებულები ვართ რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და დიახ, ალბათ ირაიდა ყველაზე წრფელი იქნება დღეს იმ სიმღერაში, რომელიც რუსუდან სეფისკვერაძემ შექმნა და ყველაფერს ქვია ხავარელო მამულო.
კოცნი გეთაყვანები და მოდი ერთად ვეთაყვანოთ ისევ შენ საქართველოს. ძალიან გაუხარდება მამიკოს და მის მეგობრებს. დავთი. ხილად. კი, შევეცდები. ვერ ვისწავლე ჯერ. მარიამა ისწავლა? იცი რა მინდა მარიამს უთხრა როგორც ჩვენ უგზავნი ხოლმე SMS-ებს, ეხლა მინდა რომ იქ გზაში გაწიოს და გაწიოს SMS-ები. ხო, რაღაცა მარიამ დროზე მოდი. ჩქარა მოდი, თორე ძალიან ვღელავ. აბა ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა და აქვე უნდა ვთქვათ, რომ თავისუფლება ყველა სინდისის პატიმარს, სოლიდარობა ყველას, უკანონოდ დაპატიმრებულს, უკანონოდ დაჯარიმებულს, უკანონოდ გათავისუფლებულს სამსახურიდან, ძალა ერთობაში და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. და მე ვიგრე საოცარი გოგო და მისია ის თორემ ასე იმღერებენ, ასე მედგრად. შეუპყრობთ. აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება, სწორედ იმათი დამსახურებით. ხოთა შორის გუშინ გავიგე ნოდარ მელაძის შაბათში, რომ გუშინ ყოფილა ქალბატონი მზია ამაღლობელი იუბილარი. და მინდა ჩვენი დილის ეთერისად, რა თქმა უნდა, ნოდარმა მიულოცა მისმა გუნდმა და დღეს მოგვეცა ჩვენ საშუალება და ვულოცავთ ქალბატონ მზიას და
რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და ყველა სინდისის პატიმარი და რეჟიმის უკანონო მსხვერპლი აუცილებლად ერთ დღესაც დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად ამ სტუდიაში ვიზაიმებთ თავისუფლებას. ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით, წარმატებულ კვირას გისურვებთ, ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება. ძალა ერთობაშია. მომავალ შაბათამდე.